კაი, წავიდეთ, короче. ესე იგი ეპიზოდი 9, მაგრამ მე-10 ეპიზოდი. დავიწყეთ. მოკლედ თან დავიწყეთ ორი სიტყვით, რატო ვართ 5-ნი და აღარ ვართ 4-ნი. იმიტომ რომ წინა კვირას თემებს რო ვარჩევდით, რა თემაზე ვქონდა პოდკასტი, ну, ძალიან AI dominated პერიოდია ეხლა რა ბოლო კვირა განსაკუთრებით და მაინც ერთობლივად შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპეტენცია არ ეყოფოდა ეხლა ძალიან ღრმად რო ჩაგვეშალა AI-ის თემები და მოკლედ ვინ თუ არა ჩვენი ძმა მეგობარი რაფო გამოჩნდა ხსნელად და ჩვენი პოდკასტის ზოგადად ისტორიის პირველი სტუმარი არის რაფაელ კალანდაძე. რაფაელი გარდა იმისა, რომ არის ჩვენი მეგობარი, არის ძალიან outstanding machine learning ინჟინერი და AI researcher-ი, AI Lab-ის CTO, პირველი ქართული LLM-ის საერთოდ სული შემდგმელი და ჩვენ რო სულ ტვინი წავიღეთ ამ აგენტებზე მუშაობით, ერთ-ერთ AI პროექტში, საერთოდ ჩვენი პარტნიორი და მოკლედ ძალიან ისეთი go-to person არის ჩემთვის AI-ზე სალაპარაკოთ, რამე რომ მაინტერესებს, პირველ რაფოს ვეკითხები და მოკლედ დღეს AI-ზე სასაუბროთ არის ჩვენი სტუმარი რა. სალამი რაფო. იუმორინა სტაში უნდა. სალამი. ან დღეს როგორც ვთქვი, ცოტა ინტერვიუს ფორმატში გავალთ, ხო, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში რაფოსთან. კი, და მოდი იცით დავიწყოთ. მოიცი, იცი როგორ დავიწყოთ, ჯერ ხო რა, სანამ უშუალოდ პერსონალური ინტერესი რომ მოვიკლათ მაგ კითხვებზე გადავალთ, ჯერ რაფოს ხოვოთ, რომ მოგვიყვეს ცოტა თავის ამჟამინდელ საქმიანობაზე რა. რა შვებიან ზუსტად AI Lab-ში, ეხლა კონკრეტულად რა ეტაპზე არიან და ასე შემდეგ. რაფო ინტრო რო გაგვიყვეთ თუ შეგიძლიათ. ხო, AI Lab-ი ვინც არიცით, მოკლედ ვაკეთებთ პირველ ქართულ LLM-ს, პროცესად გავაკეთეთ. და ხო, research-ი იყო იმაზე, რომ როგორ უნდა გაკეთდეს LLM-ი ისეთ low resource ენაზე, როგორიცაა ქართული. დავიწყეთ იდეაში თითქმის ნოლიდან რა, თითქმის კი არ ნოლიდან. data არ გქონდა, კომპიუტერი არ გქონდა, ცოდნა არ გქონდა და ასე შემდეგ რა, მოკლედ და დაახლოებით 1 წელი დავხარჯეთ იმაზე, რომ გაგვეგო საერთოდ გამოსვლადი არის თუ არა LLM-ის გაკეთება ეგეთ low resource ენაზე. ეხლა უკვე ალაპარაკი და სხვა მოდელებიც, მაგრამ რამდენიმე თვის უკან არც ერთი მოდელი არ ალაპარაკობდა წესიერად, ხო? და პირველი რიგში კითხვა იყო, რომ ვაფშე როგორ უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ რა, და მოკლედ იქამდე მივედით, რომ იდეაში შეიძლება გაკეთება და საკმაოდ კარგ შედეგამდეც მივედით, იდეაში მოდელიც პაბლიკია და შეგიძლიათ გატესტოთ chat AI Lab-ზე, ნახოთ თვითონაც და მოკლედ მოვახერხეთ ის, რომ იდეაში აბსოლუტურად ნოლი დატიც, მივსულიყავთ იქამდე, რომ საკმაოდ კარგად ლაპარაკობს. Competitive არის სხვა მოდელებთან, ქართულში მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა. და არა მხოლოდ LLM-ი გავაკეთეთ იდეაში, რომელსაც უბრალოდ chat-ი მიმოწერა შეუძლია რა. არამედ ის ყველა სკილი, რაც ეხლა ჩვენ იდეაში უფრო კონცენტრირებული ვართ enterprise-ის მიმართულებით და ახლა LLM-ის ის ყველა სკილი აქვს, რაც სჭირდება enterprise-ო, რაღაც function calling-ი, RAG-ი, structured output-ი. რაც იდეაში chat-ში საერთოდ არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი რესურსი დავხარჯეთ იმაზე, რომ რაღაცა full პაკეტი ყოფილიყო. ჩვენი embedding მოდელიც გვაქვს, translation მოდელიც გვაქვს და ხო მოკლედ ფლიანის tech-ი გვაქვს, რაც enterprise ჭირდება იდეაში რა. ხო, ეგ არის და ეგ. დაინტერესო და თავიდან რო ახსენე, რომ ქართული low resource ენა, ეგ ზუსტად რას ნიშნავს? ანუ რითია ქართული განსხვავება? ხო, ზოგადად LLM-ის კონტექსტში არის low resource იმ გაგებით, რომ სტანდარტულად LLM-ი რო გააკეთო, ეხლა ნებისმიერ ენაზე ჭირდება ტრილიონობით ტოკენი რა. ათეულობით და შეიძლება ბევრიც მეტიც და ქართულზე ეხლა რო ნახო, ყველაზე კარგ შემთხვევაში რამდენიმე მილიარდ ტოკენს თუ ააგროვებ და ეგეც იქნება ძალიან უხარისხო რა. თვითონ ვები და ვები რო ნახო ძალიან ბაიას ვართ, იმიტომ რომ აი პირველი მოდელი რაც დავატრენინგეთ, სულ პოლიტიკაზე ლაპარაკობდა ხოლმე და ნებისმიერ თემა პოლიტიკისკენ მიყავდა რა. ან მაგაგებით არის low resource. მაგაგებით რომ აგზალეთ. და მაგაგებით ის არის ცოტა. დატის ნაკლებობის გამოქვია low resource ენა ხო ასე ვთქვათ. ცოტა არის, ძალიან ცოტა, იმდენად ცოტა, რომ თეორიულად კი შეუძლებელია რამე LLM-ი გააკეთო და არა მარტო ცოტა, არამედ ძალიან უხარისხო. იქიდან გამომდინარე, რომ community რო არ არის, არავის არ გაუკეთებია თუნდაც დატის დამუშავება, პროცესინგი და ასე შემდეგ. ეხლა ინგლისურზე რო ადგებ, უამრავი დატა დევს, უკვე დაფილტრული, გამზადებული. თან ეხლა ერთია, მაგრამ მაგას ვიტყვი, რომ დატა ერთია, ხო pre-training-ის ეტაპი და მე სხვა stage-ი, მე LLM რო გააკეთო, ხოლმე stage-ი გჭირდება.
ფრიტრენინგი და ჯანდაბას რა, ანუ რაღაცა აი ვებს აიღებ ბოლო-ბოლო და ჯანდაბას ილაპარაკოს პოლიტიკაზე, მაგრამ ყველა სხვა stage უკვე ისეთია, აი რომელსაც აბსოლუტურად 0 დაწადებს რა. თქვა ისაშენ ტიუნინგი რო გააკეთო, ჭირდება ეს წვილი ხო პასუხები. მაგას საერთოდ არაფერი არ დევს. არათუ ხარისხი რა. ხო და მოგვიწია მაგ ყველაფრის ჩვენით შექმნა ჩათვალე რა. და ანუ პირველ რიგში როგორც ხვდები, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ data თქვენთვის ყველაზე დიდი pain point იყო ამ პროცესში. თუ სხვა მაგალითად აი კომპიუტი ან ამის გავსიც იყო ანალოგიური სიმძიმის. data ალბათ ხო რა, data პირველ რიგში და კომპიუტი. მაგრამ ხო და ანუ როგორ კომპიუტი თავისთავად. აი, ანუ ეხა თქვი რომ ანუ თეორიულადაც იდეა შეუძლებელი იყო. და მეორე მხრივ ამბობ რომ გავაკეთეთო. რა მოხდა ამ ორ დებულებაში შორის რა, ანუ როგორ მოგვარდეს. ხო, რაღაც ისე ხო, ანუ მოგეთ რამდენიმე მიდგომა არის, იცით შეგიძლია რომ დაზოგო კომპიუტი და პატარა დატით გამოძრე რა. მათ შორის იყო რომ ჩვენ მაგალითად პირველი 3 თუ 4 თვე დავხარჯეთ translation მოდელის გაკეთებას, იმიტომ რომ ჩვენი მიდგომა იყო რომ თუ კარგ translation მოდელს გავაკეთებთ, თეორიულად თუ ეს აი წარმოიდგინე რომ იდეალურად თარგმნის რა. ეგ თუ გააქვს, ჩათვალე რომ დატის პრობლემა აღარ გაქვს რა. გადმოთარგმნი ყველაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ არის აუცილებელი რომ რაღაც მოდელის გრავიტაცია მაინდა-მაინც შენენაზე ასწავლო პირობითად რა. შეგიძლია გადმოთარგმნო ის რაღაცა data რაც საჭიროა რომ უბრალოდ LLM ადაპტაცია გააკეთოს ქართულზე და დანარჩენ ცოდნას სხვა იმდან აიღებ რა, იმიტომ რომ ცოდნა ეს საშიარო არის ხო და ნუ რაღაც ლოკალურ ცოდნას კი ბატონო სხვა წყაროებიდანაც მოიტან. ამიტომ პირველი 4 თვე დავხარჯეთ translate-ზე, რომელიც ნუ ჩემი აზრით ყველაზე კარგი translation-ი არის ეხა ინგლისურიდან ქართულზე და პირიქით. და მაგით გადმოვთარგმნეთ მოკლედ ძალიან ბევრი data. იმდენი არა ტრილიონები, იმიტომ რომ ეგ კიდე ცალკე პრობლემა არის, რომ მოდელი კონდეს, მაგრამ მაინც ვერ თარგმნი. მაგრამ, ნუ at least იმდენად ანუ საკმარისი რაოდენობა იმის, რომ რაღაც პირველად ექსპერიმენტები გავაკეთებინა რა. მაგას მოყვა ის, რომ ადაპტაცია გავაკეთეთ, ანუ from scratch არ არის ეს მოდელი, ეს არის based on რაღაც მოდელი, ამ შემთხვევაში Mistral და ავიღეთ ეს Mistral, რომელსაც უკვე რაღაც ცოდნა აქვს. და ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ამ მოდელს ვასწავლეთ ქართული ენა ჩათვალე რა და გავაგრძელეთ ამის, ნუ ყველა ის stage-ი რაც საჭირო იყო. ამოცვავეთ ტოკენაიზერი მათ შორის, იმიტომ რომ efficient ყოფილიყო. და ხო, იდეაში ეგ იყო. ასევე ძალიან დიდი ნაწილი იყო ეს სინთეტიკური დატის, მე ძალიან დიდი ფანი ვარ ამ სინთეტიკური მონაცემების და ეგეც ერთ-ერთი ჩვენი დიდი ბუსტი იყო, რომ სინთეტიკურად ვაგენერირებთ კარგი ხარისხის მონაცემებს და მაგით ვატრენინგებთ. და შორის ერთი გამოგენერირებთ? ხო. აჰა, ოკეი, ანუ შერავაფრო, ანუ LLM-ისთვის რა დატაც არის დასატრენინგებლად საჭირო, მაგავე დატას აგენერირებს სხვა LLM-ს, ოკეი. ან იმავე LLM-ს და თავისთავად იმჯობესებს რა. და ხო, ერთი ძალიან მაგარი პოინტი რაც გამომჩა ასევე იყო, რომ სულ თავიდან რომ დავიწყეთ იდეაში პირველი, ეხა ეს ხო ვამბობთ, რომ აი translation-ი თუ გააქვს, გადამოთარგმნი და გააკეთებ, მაგრამ ეგ ხო ესე კარგად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში არ ვიცოდით, ვაფშე იმუშავებდა თუ არა რა, იმიტომ რომ translation-ებს თავისი ბაიასი აქვს. და რო გადმოთარგმნი წარმოდგენა არ გაქვს, ეგ რეალურად იგივე იქნება თუ არა, რაც რეალური მონაცემები იქნებოდა, ხო? ანუ გადმოთარგმნილი ორიგინალი ქართული. და მაგასთვის რაც გავაკეთეთ იყო, რომ გადმოთარგმნეთ მარტო ზღაპრები. ერთ-ერთი paper-ი იყო მაშინ Microsoft-ის Tiny Stories და გადმოთარგმნეთ მოკლედ ძალიან ბევრი მოთხრობა ქართულად, ინგლისურიდან ქართულად. ეს translation-ი მაშინ მარტო მოთხრობებს თარგმნიდა რა, კარგად. როდესაც დროში მოგვიგო და დავატრენინგეთ პატარა მოდელი ძალიან ამ მოთხრობებზე. და ვნახეთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მონაცემი იყო ნათარგმნი და არც ერთი არ იყო რეალური, მოდელი საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა და საერთოდ არ ემჩნეოდა translation-ის ბაიასები რა. რამაც ნუ კაკრასა იქ ის მოგცვა რა ქვია ბუსტი, რომ ვა, მომენტ შეიძლება რომ ეს გამოვიყენოთ ქსელ ვადაში რა და მართლა კარგი რესურსია. ამავდროულად მან დავამტკიცეთ ისიც და ვნახეთ, რომ ქართული ახლა ვიღაცებს რო კითხვა იტყვიან, რომ რთული ენა არის LLM-ისთვის რა და ნუ ადამიანისთვისაც რა. და ხო, შეიძლება ეგრეც არის, მაგრამ ორ შემთხვევაში LLM-ის კონტექსტში ჩვენ ვნახეთ, არც თუ იმდენად დიდი არის, დიდი კი არა, რთული კი არა, დაახლოებით იგივე რესურსი დავჭირდა, იგივე დატა დავჭირდა და იგივე შედეგებზე გავოდით, რადგან გადიოდი ინგლისურ შემთხვევაში რა. ანუ მაგ ექსპერიმენტით დავადგინეთ ორი რამე, რომ ერთი translation-ი მუშაობს, თუ translation-ი კარგად თარგმნის და არ ემჩნევა translation-ის ბაიასი და მეორე ის, რომ რაღაცა ბევრად მეტი რესურსი არ გჭირდება, იმიტომ რომ ახლა მაგაზე რომ დაგვებეთა ჩვენ რო ქართულზე გავაკეთოთ, უნდა ვცოდნოთ დაახლოებით რა დაგვჭირდებოდა, რამდენი და დაგვჭირდებოდა რა. და ხო, მოკლედ მან ეგეც გაიგო რა. იცი რა შეგიკითხები, ანუ თავიდან როცა ამ საკითხს ჩაუჯექი და მაინტერესებდა, აი როგორ ვლაპარაკობ, მაგალითად კლოუდი თუნდაც ქართულადაც მათ შორის და სხვა ენებზე რა. და ნუ ჩემ ტვინში naive solution იყო თითქოს რომ აი მთელი data set-ი რაზეც არის დატრენინგებული
ნებისმიერი ლევიო გადათარგმნო და სხვა ენაზე გქონდეს, ოკეი, ხო, ანუ შეგიძლია რომ დაატრენინგო იგივენაირად რა, მაგრამ მე როგორც გავიგე, რადგან თვითონ LLM-ები ინფორმაციას და კონცეპტებს რაღაც ენაში ხო არ ინახავენ რაღაც embedding-ებში რაღაც ვექტორებში კონცეპტუალურად რა. ამიტომ თუ რაღაც პარალელურ source-ებს მიცემ, ანუ მაგალითად Wikipedia-ს რაღაც articles თუ მიცემ ინგლისურად, ესპანურად, ქართულად, რუსულად და ასე შემდეგ, რაღაცა სტატიის მერე მეფინგებს ხდება, ასე ვთქვათ, თვითონ ასწავლის თავის თავს როგორ ილაპარაკოს სხვადასხვა ენებზე რა. და N+1 სტატიას უკვე მარტო ინგლისურად რომ ვიცე, სხვა ენებზეც შეუძლია რომ ასე ვთქვათ ისაუბროს მაგ სტატიის შესახებ, ხო? ანუ შესაბამისად თუ დაატრენინგი ინგლისურად შენი LLM და ძალიან დიდი knowledge base-ი აქვს, მე რაღაც რაოდენობის პარალელური არტიკლები რომ იცე ქართულ ინგლისური, შეგიძლია რომ ის მთელი შექმნილი უკვე knowledge base-ი გამოიყენო, ხო? იმისთვის რომ ქართულ ენაზეც გამოიყენოს ეს ყველაფერი და ანუ მე ის მაინტერესებს რომ რადგან ქართული resource პრობლემური ენა არის, ანუ მაგდენი resource-იც არ გვაქვს რომ ანუ ეგ parallel data-მაც კი რო იმუშაოს, ანუ მაგდენი სერვერის რო საკმარის რაოდენობის ნუ Wikipedia-ს არტიკლი იქნება თუ სხვა რამე, ეგეც არის და გვიწევს რომ გადავთარგმნოთ. და მანდ მეორეს დავაზუსტებდი რომ ანუ ცალკე რომ გადავთარგმნეთ, ანუ ეგეც parallel links აკეთებით, ანუ ორივეს აძლევდით თუ რაღაცებს თარგმნით და ამაზე ასე ვთქვათ afine-tuning-დით თუ ასე შემდეგ რა. ხო, ძალიან კაი პოინტი წამოჭერი ეხლა, იმიტომ რომ წეგან გამომჩა მე მეთქვა რა, რომ ის რო გავაკეთეთ alignment, ის რა ქვია, ადაპტაცია მოდელის, ის რო ნუ რაღაცა ტრეინინგის მექანიზმი შევცვალეთ და ნაკლები პარამეტრი რო გამოგვეყენებინა, ის რო დატა განვითარება სინთეტიკური იყო, მაგის გარდა ერთ-ერთი თავარი ეხლა რაც კი უბრალოდ ეგ იყო, რომ არანაირად შეიძლება მოდელის ენებს შორის alignment-ი გააკეთო სწრაფად და მარტივად რა. ისე რომ აი ზოგადად ეგ რაც თქვი, ხა ძალიან სწორია რომ ანუ მოდელის არქიტექტურა წარმოიდგინო და უშუალოდ რა. ხავში არის მოდელის understanding-ი, მე რაღაცა შუაში ეს ცოდნა და ბოლოს არის გენერაცია, ხო? და ნუ ეგ ცნობილი ფაქტია, რომ LLM-ები არც ერთ ენაზე, ანუ რაღაცა hyper shifts-ი აქვს ჩათვალე, სადაც რაღაცა ამ თოდნას ინახავს რა. და მაგაზე ნუ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი გავაკეთეთ ჩვენ თვითონაც ძალიან ბევრი ვარისერჩეთ, რომ ყველაზე კარგი მექანიზმები რა არის იმისა, რომ ისე დაატრენინგო, რომ ეს alignment-ი მაქსიმალურად გაამყარო. და შენ მოდელის შუა ნაწილს კი არ შეეხო, კიდეში თავში და თავს და ბოლო ნაწილს შეეხო, მარტო და ის შუა დატოვო რა. და ნუ მაგაზე რა ექსპერიმენტულად ნახეთ კიდეს, რომ ეგ alignment-ი ძალიან კარგად გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ზომის მოდელი გვაქვს რა, ანუ ზოგადად alignment-ი ძალიან ჭირს პატარა ზომის მოდელებზე რა. მაგრამ მიუხედავად მაგისა, ეხა მაგალითად ჩვენი მოდელი რო ნახო, ანუ performance-ის ვარდნა რაღაც benchmark-ზე, რომელიც არის თქვა, ანუ რაღაც ერთი benchmark-ი მაქვს ინგლისურზე და ქართულზე რა. ამას რო ტესტავ, ვარდნა ქართულზე ძალიან ცოტა გვაქვს იმ მოდელებთან შედარებით, როგორც GPT-4-ო რა პირობითად, ანუ სხვა მოდელი რა. ანუ იმათ ინგლისურზე გაცილებით მაღალი performance-ი აქვს ვიდრე ქართულზე, ჩვენთან კიდე ეს alignment-ი გაცილებით ვარდნა გაცილებით ნაკლები გვაქვს რა. კარგას მაგიტო რომ parallel corpus-ები იყო შერეული და ნუ კიდე არა მარტო რა. ერთ ჩავეკითხავი, მაგრამ просто იგივე თემაზე არის. აი მაგ იმას ბალანს რა, ქართულად კარგად ლაპარაკსა და ინგლისურად კარგად ლაპარაკს შორის. თქვენ ხო რაღაც რამდენჯერმე ახლიან ატრენინგებთ და მაგ დროს როგორ იცავთ მაგას? არის ხოლმე რომ გაგეცევა, ჩამოგეცევა. ეგ ძალიან მაგარი ის არის. მაგაზეც ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდა რომ ეგ აგვერკვია რომ ანუ იდეაში ჩვენი პრობლემა რა იყო რა არის იდეალური დატის მიქსი, რომ გააკეთო კარგი ადაპტაცია რა. რამდენი უნდა იყოს ინგლისური, რამდენი უნდა იყოს ქართული. აუცილებელია რომ ყველა დომენში ქართული კონდეს თუ რაღაც მარტო general QA რომ კონდეს და თქო მათემატიკა ვაფშე არ კონდეს, საკმარისი არის თუ არა. ანუ მაგაზე ძალიან ბევრი ექსპერიმენტი გავაკეთეთ ნუ პატარა სკეილზე და მე რაღაცა ჩვენი ოპტიმალური დატის მიქსი დავსვით, რაც გგონია რომ ყველაზე კარგად მუშაობს ამ ეტაპზე რა. მაგრამ ხო ეგ მარტივი საქმე არ იყო რომ ეგ მიხვდე, რამდენი უნდა შეურიო, რომელი source-ი დააბალანსო, საკმაოდ ისეთი ეს არის რა, რთული ამბავია. რომ არ კარგად გაგეცეს რა. ხო, იმიტომ რომ წარმოვიდგინე ხა რამდენი მიქსი შეიძლება გაკეთდეს და რამდენი კითხვა არის, ხო, ეს რაღაც ერთი მიმართულება არაა რა. და ნუ მე რო ახლა პროცესი როგორი იყო რა, რაღაც რამდენიმე მიქსი გავაკეთეთ, თავშოთ რაღაც 10-მდე მიქსი გავაკეთეთ, ატრენინგებ მოდელს, ჩეკპოინტებს უყურებ და ყველაზე კაი кейსი არის, რომ ამ ჩეკპოინტებში ინგლისურიც უნდა იზრდებოდეს და ქართულიც უნდა იზრდებოდეს. და ნუ რა ამ 10 ექსპერიმენტში პირველად ყველაზე კარგი რომელიც იყო, აქ დავტოვეთ რა, როცა ორივე ენა იზრდებოდა. ოკეი, cool. მე ხა ესეთი კითხვა მაქვს რა, რომ
და ზოგადად რაღაც კონტექსტ შევქმნი, რომ ანუ სტანდარტული LLM-ის ტრენინგზე რამე სტატიას თუ წაიკითხავ როგორ ხდებოდა ასე შემდეგ, ნუ გასაგებია რა. რაღაც ვებში ძალიან ბევრი დატა არის, რაღაც ზოგადად კონცეპტებში ძალიან ბევრი დატა არის, ამ დატას ვაჭრევთ, ვატრენინგებთ და ასე შემდეგ, მაგრამ კარგად მინდა რომ გავიაზრო, აი რო გვინდა მაგალითად function calling-ის საშუალება მივცეთ LLM-ს რა. მაგის ტრენინგიც ანალოგიური არის ზუსტად როგორც მაგალითად ჩვეულებრივ კონცეპტებზე ტრენინგი არის თუ ან ინფრასტრუქტურის რავი დამატებითი ნაწილები არის საჭირო ან რაღაც ანუ ეს პროცესი როგორ მიდის ეგ მაინტერესებს და მაგაზე რომ მოგვიყვე ანუ როგორ დაატრენინგეთ და როგორ ასწავლეთ თქვენ მოდელს function calling-ი რა. თან რო თქვა function calling-ი რა არის? ძალიან მოკლედ და მე გადაა. ხო, ანუ function calling-ი არის რომ LLM-ს ასწავლო რაღაც ფუნქციები, ჩვეულებრივ კოდის გამოყენება რომ დაამუღამოს რა. მაგალითად შენ შეგიძლია უთხრა რომ აგერ შენ შეგიძლია გამოიყენო თქვათ web search-ი და რაღაცას რომ დაუსვარო მაგალითად დღეს როგორი ამინდია, ამან უნდა მიხვდეს რომ ეს ფუნქცია დაიხმაროს, გამოიძახოს ეს ფუნქცია და შენ გეუბნება რომ დაგიბრუნდეს პასუხს რომ ესეთი კითხვა აი რომ web search-ის ფუნქცია გამოიძახე ამ და ამ არგუმენტებით. თქვათ ვეუბნები რომ აი როგორი ამინდია დღეს თბილისში და მეუბნება რომ რაღაცა weather in თბილისი პირობით. ამ არგუმენტით გამოიძახე ეგ ფუნქცია, შენ ამას გამოიძახებ, საუბრობ პასუხს და LLM არ იგიპასუხებს რა. რაღაც ექსტრა თულების დახმარებას ასწავლებ. და პროცესი აბსოლუტურად იგივეა როგორც სხვა ნებისმიერ რამის სწავლა მოგინდებოდა, უბრალოდ თემა არის რომ, ნუ ჯერ ამას მეორე და მესამე სტეიჯზე აკეთებ, ანუ pre-training-ში არა რა. მე როცა უკვე მოდელის alignment-ს აკეთებ და მაგ დროს გჭირდება უბრალოდ კარგი მაგალითები, სადაც აი ეგეთი წყვილები გექნება, რომ კითხვა არის როგორი ამინდია თბილისში და პასუხი არის ფუნქციის გამოძახება. და აი ეგეთი დატა უნდა მოვაგროვო, რაც საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ ეგ დატა ვებში არ დევს. ოკეი, და აი მაგდატის მოგროვებაში ის პრობლემა, რაღაც ქართული ენის პრობლემა კიდე არის თუ არა? ანუ რაღაც ცოტა ინფორმაცია რო არის ქართულ ენაზე. აბა რა, ეგ ქართულში კი არა, ინგლისში პრობლემა არის. ანუ ეხლა მაგალითად function calling-ზე რაღაც არსებობს, არც ერთი არ ვარ, ჩემი აზრით. მათ შორის კლოდი ძალიან აი კლოდიც უნდაც ხო? ხო proprietary მოდელია და უფრო სტანდარტია. function calling. ძალიან ხშირად ნეშლება კლოდსაც. ბატაშორის function calling-ზე ბევრად ჯობი ვარ კლოდს, ეხლა ამ ეტაპზე ნუ რაც მე გატესტილი მაქვს. და ნუ GPT-სთან საკმაოდ კომპეტიტივი ვარ რა, 4-ს გულისხმობ. და function call-ების data რას ნიშნავს? ანუ ეგ სად უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ეგ? სინთეტიკურად არ უნდა შეიქმნას? ეგ არის რომ ანუ ვარსად არ დევს რა. აი ეგ არის მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება სინთეტიკური დატის ბატონ მნიშვნელოვანი რა. ნუ ერთი ვარიანტი არის რომ დასვა ხალხი და მიცე ფუნქცია და უთხრა რომ აი ხა დავსვი რამე ისეთი კითხვა, რომ LLM-ს დაჭირდეს ამ ფუნქციის გამოძახება. ეგ არის ერთი ვარიანტი, მაგრამ სიგიჟია ხო, არ უნდა უნდა დააწერინო. და მეორე არის სინთეტიკურად გააკეთო რა. მაგრამ მე მან პრობლემები შემოდის ის, რომ მაქსიმალურად რეალისტური იყოს, ანუ function calling-მა მაგრა გვაწოლა, მაგალითად ჩემი გამოსილება თუნდაც მაგასთან მაგას გექნებათ, საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოთ რა, იმიტომ რომ ნუ პირველი ჩვენი მიდგომა იყო, რომ დავაი open source-ად დევს დატები და ეგრევე ავიღეთ, დავატრენინგე და საშინელება იყო. მე აღმოვაჩენთ, რომ უი, არც ერთად არ ვარგა რა, არ ვარგა, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა დევსა და წერია 800 მაგალითია და ნახავ, რომ მხოლოდ 3000 უნიკალური ფუნქცია არის შეგნით რა. და ანუ diversity საერთოდ არ აქვს რა. და ბოლოს ნახულობ, რომ ანუ სან-ფრანცისკოში ამიც მაგრა იძახებს, მაგრამ თბილისში არ აკეთებს. იმიტომ რომ ხო, ანუ რაღაცა ეგ ფუნქცია მილიონჯერ აქვს ნახი რა. აჰა, I see. და ან მაგას ისეთი კითხვა რომ დაუსვა, რომ უნდა გამოიძახოს ფუნქცია, მაგრამ რაღაც არგუმენტი დააკელი. მაგალითად ეუბნები რომ ამინდის პროგნოზი, მაგრამ თბილისს არ უსახელებ რა, ანუ არ უნდა გამოიძახოს. ხო, იმიტომ რომ არგუმენტი არ მიიცი. ეგ ძალიან რთულია, რომ ანუ ისეთი მაგალითების უნდა შეკრა, სადაც ანუ დააბალანსო რა, ისეთების გაკეთოს არგუმენტი მიიცი, როცა არ მიიცი. მოგეთ ძალიან რთული ამბავია რა, ფაღაც ბევრი იტერაცია დაუჭირდა, რომ რაღაც საბოლოო შედეგი მიგიღო. ეს კითხვას დავსვა მაშინ რაღაცნაირად ნელ-ნელა რომ ლოგიკურად მივიდეთ, ანუ ეგრევე რომ რაღაცა DeepSeek-ზე მოვაპარაკოთ, ნელ-ნელა რომ მივიდეთ. და რა არის DeepSeek-ი ამ დროს? ამ დროს. რა არის DeepSeek? ხო, ანუ ესეც კითხვა მაქვს, რომ აღა დროს DeepSeek-ია უკვე. რაღაცა იცი რა. აი ეს ერთი. ვინც ChatGPT-ს ვიყენებთ, რა ვიცი, შარშან რამდენიმე თვის წინ, გაიჩნდა ეს O სერიის მოდელები, ხო? რაღაცა O1 თუ რაღაც და ამას ქვიათ reasoning მოდელები რა. რომლებიც ანუ რაღაც პონჩში მუღამი არის, რომ ცოტა უფრო დიდი ხანი ფიქრობს. პასუხის დასაბრუნებლად. აი ხა შენ უნდა აგვიხსნა რა ფაილ რას ნიშნავს? ანუ სად იდება ამის ტრეინინგში იდება ეგ თუ მოდელის თავზე არის რამე ლეიერი, application layer-ი, რაც იტერაციებს აკეთებს და ბევრჯერად ატრიგერებს queries თუ რას ნიშნავს დიდი ხანი ფიქრობს და reasoning-ს აკეთებს? ხო, ანუ მოკლედ
თემა როგორია ეხლა, რომ ანუ რაღაცას ვაუსვამ შენ კითხვას, მოდელი იწყებს გენერაციას, მაგრამ ალგორითმში მოდელი არის სიტყვების გენერირებელი ტიპი რა. როგორც ამის მიწერი იწყებს ამ ტოკენების, ეგრეთ წოდებული წერას რა. რო დაატრენინგეს მოკლედ ეს მოდელები, შემთხვევით ვიღაც ტიპმა აღმოაჩინა, რომ თუ კითხვას ბოლოში მიაყოლებ რაღაცა think step by step, უფრო კარგად მუშაობს რა. იმიტომ რომ რაღაცა ეგრევე პასუხის წერას კი არ იწყებს, არამედ იწყებს ამ კითხვის ჩაშლას და ასე დაყოფას დაუშვათ რა. ანუ მაგალითად მე რო შენ ახლა კითხო, რა გქვია, ეგრევე მიპასუხებ, ხო? შენ სახელს, მაგრამ მე რა მათემატიკური ამოცანა დაგისვა, შენც ადგები და დაიწყებ, რომ მაიცა ამის ამოსახსრათებს სჭირდება, მოდი ჯერ ფორმულა გავიხსენოთ და ამას გააკეთებ. ანუ ეგრევე ხარ იყვირებ, რომ 7 პასუხი რა. და ნუ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეგეთი პრინციპი ელენში ძალიან კარგად მუშაობს, რომ პირდაპირ პასუხი კი არ უნდა გამოართვა, ხანდახან, ნუ რაღაც ფალსატების კითხვებზე, გაცებრ კარგად მუშაობს, თუ ჯერ ამ კითხვაზე რაღაცა უფრო დიდ პასუხს დაწეს, მოდი ასე ვთქვათ რა. და მოკლედ პირველი იყო ეს step by step, მე მივხვდნენ რომ ეს მაგარი რამეა, წამოვიდა ეს chain of thought ქვია მაგას, რომ მოდი ახლა მოდელს ვასწავლოთ, რომ პირდაპირ პასუხი კი არ დაწეროს რაღაც ამოცანაზე. ჯერ ეს ამოცანა ჩაშალოს და იფიქროს ნაბიჯ-ნაბიჯ. ფორმულა დაწეროს, რაღაცა ჭრილები გარეთ გაიტანოს და ასე შემდეგ რა. ამას ნუ გავამჯობეს. მერე წამოვიდა რომ ასე მოდი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეს და გავხადოთ მოდელის default behavior რა. ანუ ვიღაცამ კი არ უნდა დაუწეროს, რომ მაინდა-მაინც step by step იფიქრე. ყოველთვის მოდელმა გააკეთოს რა, როცა ან თვითონ მიხვდეს, როდის დაჭირდება მოკლედ ფიქრი და ეგ მისი ქცევის ნაწილი გავხადოთ. ერთ საგიკითხებ ბოდიში რა. აი ეგ ვასწავლოთ რომ იცახი, ისევ იგივე ლოგიკითაც function call-ებით არის, რომ ეგეთი ტიპის data ვაჩვენო, ანუ კითხვა დაუსვა და პასუხი უთხრა, რომ reasoning-იანი არის სწორი პასუხი? მაგას თიშდა და აი ხან მან არის ორი ვარიანტი, ხო? ერთი არის ეგეთი ვარიანტი, კი ბატონო, რომ შენ დატას რომ აჩვენებ, რომ მოაგროვებ ეგეთი მაგალითები, რომ ვიღაცა რომ მათემატიკური, ანუ კითხვა რომ მათემატიკა არის, პასუხი პირდაპირ რიცხვი არ იყოს და ეგეთი მაგალითები მოაგროვებ. და უფრო მეტი ეგეთი მაგალითი შეურიო დატაში და ამ შესაძლოა ეგ მაგას ისწავლებს, ხო, რომ უფრო მეტი თუ ეგეც ნახავს, მერე გააკეთებს. მაგრამ მეორე ვარიანტი, აი, საიდან მივედით DeepSeek-თან, რომ არის სხვა ვარიანტიც რა, რომ შეიძლება არ დაგჭირდეს საერთოდ ეგეთების მონახვა. და მოდელმა თვითონ ისწავლოს ეგ. ჯერ ეს ზოგადად რო გიხარ, მე თუ გინდა დეტალებში შევიდეთ რა, ეგ როგორ. ეგ არის თორცები, ანუ reinforcement learning, human feedback-ით და გარეშე, ხო? ანუ კი. ფაქლა გარეშე. ანუ model distillation-ი ეგ არის? არა. Distillation-ის სხვა რაღაცა. და თორცები მან შეიძლება ანუ ვისაც დაგუგლო უნდა და ეს აი one shot და multi shot, ეგეც ხო ეგ თემა არის, რომ ანუ one shot არის რაც შეუძლია რომ პირდაპირ იპასუხოს და multi shot არის აი მე რა მაგალითიც მომწონს ამ reasoning-ზე არის რომ მოგცენ გამამრავლე ორი რიცხვი ერთმანეთზე და აი ფურცელზე რომ შეგიძლია დაწერო და გამოთვალო რა. ო ეგ თავზე ძალიან დიდი გარღვევა იყო რომ in context learning შეძახიან მაგას რომ მოდელი დაატრენინგეს მოკლედ განსაკუთრებით დიდი მოდელები იმიტომ რომ პატარა მოდელებს ეგ სკილები არ აღმოაჩნდა მაშინ ნახეს რომ შეიძლება ისეთ ტასკები გააკეთოს მოდელმა რომელიც საერთოდ არ უნახავს ტრეინინგის დროს უბრალოდ იმის ხარჯზე რომ შენ კითხვის დასმის დროს მაგალითებს უმისცემ რა ანუ წარმოიდგინე საერთოდ არ უნახავს რაღაცა ტიპის კითხვა და პრობლემის ამონახსნა არაოს არ უნახავს მაგრამ შენ მაგალითების სახით მიაწოდე ეგ როცა კითხვა დაუსვი იმ დროს და იმან ამ მაგალითის საფუძველზე იქვე ისწავლა ჩათვალე რა და კარგად გააკეთა მოკლედ ესე რა ამოხსნა ლეცი რა ინტერესანტია თვითონ ამ reasoning-ის პროცესში ან თვითონ ანუ მოდელი LLM-ის გადმოსახედიდან რეალურად ანუ აი აჩვენ რაც იკითხა რომ ეს layer-ი არის on top of LLM თუ თვითონ LLM-ის token გენერაციის დროს ანუ მე როგორც ვთქვი ანუ ეს არის ზემოდან რაღაც მექანიზმი რომელიც შენ შეგიძლია ხო დაიმპლემენტო რა არაფერი არის რა მოდელის ხარეს ჩვეულებრივი იგივე მოდელია იგივე გენერაცია ხდება უბრალოდ ახლა რას აკეთებენ რომ მოდელს ასწავლიან რომ შენ რო დაიწყებ გენერირებას ეს reasoning-ის text-ი thinking-ის ნაწილი მოკლედ ჩასვი რაღაც special token-ებში რა თქვა რაღაცა ის არია think token-ში ჩასვი რა და პროსტა ეგ არის მეტი არ მოდელი ვერც ხვდება მაგას ანუ მისთვის thinking-ი და ჩაოპასუხე ერთ და იგივეა რა პროსტა ნუ მე ხა UI-ში მე რაღაც ამ token-ებს შორის არსებულ text-ს ჩამალავ და ეგ არის და ნუ მე მეგონა რომ ეს შვებოდა როგორც ანუ რეალურად რომ მოდელს საკეთებდა იყო რომ თქვათ დაგიბრუნებდა რაღაც პასუხს და მე ეს რაღაცა ზემოდან იყო მექანიზმი რომელიც ჩაუბრუნებდა ამას ისევე როგორც აი შენ რომ იგეწერა ქაინდა რა მაგრამ თუ ამას ეს უბრალოდ ესე
ჩვეულებრივი გენერაცია არის, როგორც ნებისმიერ კითხვაზე აქამდე კითხავდი რა, უბრალოდ ეხა დეფოლტად ყოველთვის აგენერირებს თავიდან thinking text-ს რა. და მაშინ ანუ რატო სჭირდება გაცილებით მეტი კომპიუტერი? მე როგორც ვიცი, ამ OOS სჭირდება ბევრად მეტი კომპიუტერი რა, ვიდრე ჩვეულებრივ 4Os რა. და დროც მე მგონი. ნუ ხო დროც. და სულ მაინტერესებდა რატო არის ესე რომ ანუ რატო ჭირდება ამაც აი 10 ჯერ მეტი კომპიუტერი, ნუ ყოველ შემთხვევაში კოსტები რაღაც ეგეთი იყო, მაგალითად DeepSeek-ზე განსხვავება რა, ის Air 1-ს და Whisper-ის შორის. ხო, ნუ კოსტი იმიტომ რომ ბევრად მეტს წერს რა და შესაბამისად ეხა წარმოიდგინე აქამდე თუ რაღაცა სერვინგი იაფიჯდებოდა, იმიტომ რომ საშუალოდ მოდელი წერდა პირობითად 20 ტოკენს რა, ყველა კითხვაზე, ჩვენ შეგეძლო მომსახურებოდი რავი 100 ადამიანს დაუშვათ რა. მაგრამ ეხლა ნებისმიერ კითხვაზე უკვე 20 ტოკენი კი არ გენერირდება 20,000 პირობითად რა. ამ დროს ხო შენ უკვე ბოთლნეკი გეჩიტება, იმიტომ რომ ბევრი პარალელური იუზერი წერს და ყველასთვის გჭირდება რომ 100-ობით 1000-ობით ტოკენი დააგენერირო რა. ამიტომ დატვირთვა მაღალი მოდის შენზე და ვეღარ დააპარალელებ იმდენი იუზერს, ამას აქამდე აპარალელებდი. ამიტომ გიწევს ხარჯის გაბევრება. ნუ როგორც აღმოჩნდა OpenAI-მ თურმე ძალიან გააბევრა ამ OS-ში. და ეს საკითხიც მაგიტომ. ოკეი. კაი, ეხლა მე რა მაინტერესებს მოკლედ რა, ცოტა იმაზე გადავიდეთ, რა ქვია. მე რაც მაინტერესებს იმებს. ესე იგი, ეხლა ყველამ ალბათ ვიცით, რაღაც უახლოეს წარსულში OpenAI გამოუშვა ესეთი ახალი მექანიზმი, რომელსაც ქვია Deep Research. და ეს რაღაც AI აგენტი დაარქვეს, რაღაც მაგის ბლოგს თუ წაიკითხავთ, საკმაოდ ისე რაღაც high level-ზე წერია, ზოგადად რა შეხება და რა არის და ასე შემდეგ და რაფო, ესეთი რაღაც გვაინტერესებს რა და მაინტერესებს პირადად, რომ რამე ფუნდამენტური განსხვავება არის თუ არა, რაღაც ეს Deep Research როგორი აგენტიც არის, მაგ აგენტს შორის და უბრალო მაგალითად ეს რაღაც სხვა მოდელებს შორის, როგორც არის რაღაც 4-ო ან ასე შემდეგ რა. პირველი კითხვა ეს. ბევრი არაფერი არ ვიცით მაგ OpenAI-მ როგორ გააკეთა. ნუ რეპორტში უწერიათ, რომ ეს სპეციალურად დაფაინტუნებული, ანუ მორგებული არის ეგეთ ტიპის ამოცანებზე და ნუ სავარაუდოდ მართლა ეგრე არის. მაგრამ არ მგონია რომ დიდი ცვლილება იყოს თვითონ მოდელის რა. თვითონ პროცესი არის ალბათ მანდ განსხვავებული ვიდრე რაღაც ნებისმიერი ჩვეულებრივი LLM-ისგან რა, რომ პირდაპირ პასუხს კი არ წერს, არამედ ძალიან დიდ დროს ხარჯავს, სავარაუდოდ თავის დასას ელაპარაკება, ბევრ საიტზე გადადის, კონტექსტის ანალიზს აკეთებს, აჯამებს, სამაგოდ ბევრს წერს, რომ საბოლოო პასუხი მოგიტანოს რა. შეიძლება რაღაცა მოდელი შეცვალოს. მე რო ვიდეოს უყურე, აი OpenAI-ის, ყველგან ამას მოიხსენებიან, როგორც ისე new model რა და მაშინ ეგ ხო გამოდის მოდელი პლუს ეს tool-call-ები და რაღაცა პაკეტი დიდი აპლიკაცია იდეაში. არა, თუ თვითონ მოდელის დონეზე ხდება ეგეთ რაღაც მაგიური რაღაცა ფიქრი და reasoning-ი და დიდი გრძელი ოპერაცია. ანუ მოდელი ხა მაგათ OSAM-ზე არის მე მგონი Deep Research-ი და მაგ OSAM-ში calling-იც აქვს და ყველაფერი აქ იდეაში რა. ამიტომ მოდელია, ხო არ ვიცი რატო ამბობენ რომ სხვა მოდელი არის. ნუ სხვა მოდელი მიგაგებით რომ კი რაღაც ცოტა უფრო მორგებული არის მაგ ტიპის ამოცანებზე, მაგრამ არ ამგონია რომ ფუნდამენტურად არ უნდა არქიტექტურა სხვა იყოს, ან ცალკე დაეტრენინგებინათ მოდელი ნოლიდან მაგის ხა ექსიგიჟია რა. ხო, ანუ დიდი ალბათობით ინფრასტრუქტურის და უშუალოდ ლოგიკის დონეზე რაღაც ახალი პროდუქტი შექმნეს, რომელიც რაღაც დამატებით იტერაციებს აკეთებს დამატებით. კი, და ანუ აი შეიძლება ასე ისასწავლეს, რომ რაღაცა მოდელი მოარგეს იმ ამბავში, რომ დავუშვათ თავიდან კარგად დაგეგმოს რა უნდა დასერჩოს. აი შეიძლება ეს რაღაცა პლენინგი და ეგ ნაწილი უფრო გაუმჯობესებულია გამოს, იმიტომ რომ იცის რომ ეგეთ ტიპი არის. აი მაგალითად ეხა ჩვენ Deep Research-ში მიწერო, ეგრევე ისოს კითხებს რა, რომ მოდი აბა დამიზუსტე რა გინდა რა, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გამოგვართოს. GPT ხო ეგრე არ აკეთებს დეფოლტ, ანუ სავარაუდოდ ეგ მორგება გააკეთეს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გამოგვართოს პირობითად რა და ნუ მე რაღაცა უფრო აი ეგეთი მაგალითები აჩვენეს რა. 20 წუთი რატო შეიძლება დაჭირდეს პასუხს? 30 წუთი. რას აკეთებს? იმიტომ რომ მოდელი მე მინდა რომ გავსაუბრო ფუტიში რა. მე მაინც ვერ გამიჩუნა, ვერ გავმიჩნე თავში, ანუ ეს Deep Research-ის მოდელი რას აკეთებს და ამ მოდელის თავზე რაღაცა კოდი ხო წერია, რაც ამ იტერაციებს აკეთებს და სერჩავს და რაღაც. აი ეგ რო გავმიჩნოთ და სად არის 30 წუთი რას შეიძლება დაჭირდეს საერთოდ? რატო? ხო, ანუ პრინციპი არის, აი ხა ანალოგია რო აიღო რა, ჩათვალე GPT-ის მოდელი web search-ს რო იყენებს და ხა ეს Deep Research-ი რა პირობითად. ორივეს აქვს ერთთან წვდომა, ხო? და ორივე რაღაცა დასერჩავს Google-ში, პირობითად 10 საიტესთან ახავს იმას რა. მაგრამ მეორეს მხრივ ხა წარმოიდგინე შენ რო რაღაცა ისეთი კითხვა დაგისვა რა, აი მაგალითად შემიჯამე ბოლო 1 კვირის ამბავი, რაც მოხდა AI-ში პირობითად რა. მარტო ათელინგეს გახსნა მან თუ არ გეყოფა, ანუ
ჭირდება რაღაცა ანალიტიკა, ამ ინფორმაციის აკუმულირება და ბევრად მეტი ოპერირება, ვიდრე რაღაცა ერთი საიტით ახსნა და დაასამერაიზო რა. ამიტომ ჩათვალე რომ ეს უკან აკეთებს ისევ web search-ის ნაწილს, ოღონდ ბევრად მეტს იმ გაგებით, რომ რაღაც 10 საიტს წაიკითხავს, იქ ნახავ რაღაც კითხვა არის, ხო და რაღაცა გაურკვეველია. იმას დასერჩავს ეხლა რომ დააზუსტოს, რა დაამოწმოს სხვა წყაროში და ანუ ამ ინფორმაციიდან გამომდინარე მოკლედ რაღაცა ერთი 30 წუთი მოკლედ სერჩაობს რა. ხო, KP აქვს 30 წუთი, ანუ 30 წუთის მერე ისა აქვს, რა ქვია, time-out-ს რა ინფორმაციას მოაგროვა, ხო, იმას გიბრუნებს რა. ძალიან საინტერესო არის. მაგრამ ეხა უყურე, ანუ რა მაინტერესებს მე, იდეაში ნელ-ნელა რაღაც ანუ ცოტა ამაზე მინდოდა რომ უბრალოდ ხაზი გაგვესვა იდეაში ეს რაღაც კითხვა არ არის, რომ ანუ რაღაც დაახლოებით 6-7 თვის წინ ქარფათი არა იმაზე რა ქვია, ტვიტი დაწერა ესეთი, რომ ნელ-ნელა მოდელები დაიწყებენ transitions, ანუ რაღაც აქტიური და ძალიან პოპულარული გახდება, რომ instantaneous, ასე ვთქვათ, პასუხები კი არ დააბრუნოს. კითხვა დაუსვა, იფიქროს და მერე დაგიბრუნოს პასუხები რა და აშკარად ანუ ყველაფერი რეალობაში მოდის და ამის ძალიან კარგი ანალოგია ქონდა მოყვანილი ადამიანის ფსიქოლოგიიდან. აი ქვეცნობიერი და ცნობიერი როგორც მუშაობენ, ზუსტად მაგის ანალოგია არის რა, რომ თავიდან ყველაზე მარტივი რაც არის რომ რაღაც LLM-ი ქვეცნობიერად instantaneously პასუხობდეს რაღაც ავტომატური ასე ვთქვათ რეაქციებით და შემდეგი სტეპი განვითარების იქნებაო, რომ კითხვას დაუსვამ და consciously დაიწყებს რაღაც სხვადასხვა ასპექტების განხილვას და ჩაშლას და ისეთ იმას რა ქვია, პასუხის დაბრუნებას. ხო და ეხლა მე რა მაინტერესებს, რომ აი შენი ინფორმაციით, აი OpenAI-ის გარდა ალტერნატივები ამ deep research-ის ნაირი ვინებს აქვს. როგორც ვიცი, Google-საც აქვს, ხო, თუ სწორად მახსოვს. კი, ძალიან ბანძი, მაგრამ ეხა არის, რავი, როგორც დაანონსდა, მეორე დღესვე უკვე ორი ალტერნატივა გაიჩნდა, მე მგონი, ერთი Hugging Face-მა დადო, open source-ად. ჯინამ დადო კიდე და ნუ ესე კიდევ რაღაც მოყვარულმა ტიპებმაც გააკეთეს რა. ამ ძალიან მალე მოკლედ open source-ში შეგე პროდუქტები დევს ეხა. აჰა, ოკეი. და ხო, ეგეც კაი ტოპიკი ჩააგდე ხა შენ რა. ეგისა ხო რაღაცა სერიოზული ბეთლი არის ინტერნეტში განსაკუთრებით. ეს open source versus closed source მოდელები რა და ისა ხო არავის რო არ ეგონა ის Meta და ეგეთი კომპანიები გახდნენ უცებ hero-ები open source community-ების რა და ხო მან კითხვა არის რომ როგორ ფიქრობ ანუ რაღაც მან ალბათ რაღაც ტექნიკურ დონეზე არა უფრო რაღაც არატექნიკურ დონეზე არის ხო რაღაც ადამიანურ დონეზე არის open source და closed source რა ბენეფიტები აქვს და შენ როგორ ფიქრობ მაგალითად ხა პირველ რიგში ანუ open source მოდელები აი ხე რაღაც ემპირიულად ესე რო გატესტო, ბევრად უკან არიან ვიდრე closed source პროექტები თუ არა? ეგრე იყო კაი ხანი. მაგრამ ეხა ჩემი ეს აღარ რა. ხო და მოწინავე ისე ანუ ლამას მოდელები არის ხო ეხლა? DeepSeek არის open source. იდეაში DeepSeek-იც open source-ია, ბაზარი არ არის ხო? აი Azure-ზე შეიძლება დახოსტო, ანუ თვითონ DeepSeek-ის სერვერები ხო კაინდა დაეცა ეხლა. რაღაცა ის ხო რომ ვერ გაუძრო ინფრამ რა, მაგრამ DeepSeek-ის მოდელები replicate-იც არის და რავი Azure-ზეც არის და ალბათ AWS-იც რაღაცნაირად ხო? ეგ კი არა, ძალიან ბევრი მოდელი არის უკვე, რომელიც competitive კი არა, უკვე ბევრ ამას ჯობია, ანუ ისეთებიც არის, ხა DeepSeek-ი ხო general მოდელი არის, ყველაფერში კაი ტიპია რა, მაგრამ არის ისეთებიც, ხა მაგალითად ჩვენ როცა გვჭირდება ხოლმე პირველად coding-ის დაგენერირება, მე არ გამოვიყენებ არც OpenAI-ს და არც DeepSeek-ს რა. იმიტომ რომ ძვირია და ნელია. ამდგები და გამოვიყენებ, აგერ Quen-ის, აი ჩინური კომპანიაა ეგეც. გასეთ პატარა მოდელები აქვს, რომელიც კონკრეტულად coding-ზე არის მორგებული და კაპიკები ჯდება რა, ძალიან იაფია, მოკლედ ძალიან სწრაფია და რამდენიც გინდა აგენერე რა. ანუ ისეთიც არის, რომ მოკლედ ცალკეულ მიმართულებაშიც არსებობს სპეციალიზებული მოდელები, რომელიც competitive კი არა, უკვე აჯობებს კიდეც რაღაც დონემდე და არსებობს general. მაგრამ არის ერთი დიდი მაგრამ აქვს რა, ანუ ერთი არის რომ benchmark-ებზე რომელიც ჯობია, მაგრამ მეორე არის პრაქტიკაში რომელიც ჯობია რა. ძალიან ბევრი მოდელი მინახავს აი ეგრე რომ Llama და კაია და DeepSeek კაია, მაგრამ production-ში ნახავ და კატასტროფაა რა. იმიტომ რომ მოდელს იმის გარდა რომ benchmark-ზე კარგად მუშაობდეს, მილიონი რამე ჭირდება, რომ production-ზე წესი არ იმუშაოს. მათ შორის აი ეს equilibrate ვილაპარაკეთ function query-ს და შემდეგ. Safety და უამრავი რაღაც რა, რომ ასე repetition-ი არ მოუვიდეს უცებ ახლა იმას მქონდა რომ აი DeepSeek-ი და ის უცებ დაიწყო და ჩაიხვია რაღაც ტოკენის წერა რა. GPT-ზე რავი ამდენი წელი ავიყენებ და მე repetition-ი არ მინახავს. და იცოდეს ვინ იყო ის კაცი ტანკის წინ პარკებით ხელში. ის მე მქონდა კურსორზე სხვათა შორის Sonnet-მა ჩაიხვია რა, git ignores ვაგენერირებდი.
და დაახლოებით 5000 რო ავიდა მივხვიო როგორმე უნდა გამეთიშა რა. რაღაც node მოდულების ფაილებს ჩაყვა და ანუ არ გაჩერდა რა, ამ ტოკენებს ამატებდა, ესე გაილუპა უეცრად. კი, ხო, ამიტომ მოგეთ ერთია ბენჩმარკი, მაგრამ მეორეა მე რეალურად როგორ მუშაობს რა. და ეგ უკვე ბენჩმარკებიც ძალიან ცუდი საზომი არის რა, ერთზეობით კარგი საზომი მოკლედ პრაქტიკა არის მარტო რა და შენი ხელით გატესტო. Guys, ეს deep research-ის ანუ თვითონ ეს პროდუქტი მარტო იმ $200 მოდმაში არის, ხო რა ქვია, plan-ში. შემთხვევით ნაკლები ხო არ გაქვს ვინმე ის ეგ კი არ ვიცი. აჰა, ოკეი, ისე საინტერესო იქნება. და რაღაც შეზღუდული რა 100 ჯერ შეგიძლია მეგონი რეკვესტი გავაკეთოთ რაღაც ეგეც იგიჟია. ანუ ძალიან შეზღუდული არის თო, მაგრამ ნიკას მიწერეთ Discord-ზე. დამამატეთ დიდი სიამოვნებით. აი, ხა უკვე არის open source-ები და შეგიძლია ეს გამოიყენო. ოკეი, აი ტოპიკია რა სხვა შორის, ანუ თქვათ მინდა ეს open source ვარიანტი გამოვიყენო რა. რა იქნება შენი go to გზა, რომ ანუ obviously სახში არ მაქვს A1000-ები NVIDIA-სი, ამიტომ მაინც სადღაც უნდა დავხოსტო რა. მე ეს გამომიყენებია so far არის replicate და Azure-ი. და შენ რა შეტყოდი რომ ეს შენ go to გზა რა არის რომ რაღაც open source მოდელი აიღო და კონფიგო მარტივად და გაუშვა სადღაც დახოსტო და basically usage based გამოიყენო რა. ანუ როგორც წესი მე პირად არავის არ ხოსტავ ხოლმე ჩემთან, იმიტომ რომ რატომ დავხოსტო უკვე გამოსული არის მეორე დღეს უკვე ვიღაცას დახოსტილი აქვს რა. ოდნავ რაღაცა margin-ს ადებს ზემოდან, მაგრამ არ მეწვალებაში არ გიწევს ვერ უნდა გიждდებოდა, ვიდრე პირდაპირ API გამოიყენო. ეხლა მაგ open research-ის ისიც დევს უკვე chat-იც არის ამონ API-ც. და ნებისმიერ სხვა LLM-ისაც რა. აი ეხლა DeepSeek-ისაც, DeepSeek-ს თავიდანვე თვითონაც გქონდა, მაგრამ ძალიან მალევე რავი 10 პროვაიდერი გაიჭირა, ვინც საკმაოდ კარგ ფასში გაძლევს რა. ამიტომ შენი დახოსტა როგორც ისე არ მუშაობს. ამიტომ ეს DeepSeek იმტერმა დახოსტა. ხო, ანუ იდეაში თქვენი მოდელი სად გაქვთ დახოსტილი? ჩვენი მოდელი საქართველოში არის. აჰა, ოკეი, და ანუ ერთი კომპანია არის ჩვენი ისა და იქ არის რა. აჰა, ოკეი. ანუ საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაქვთ გაშვებული თქვენი მოდელი. ოკეი, და ჯერჯერობით ანუ თქვენ scale-თან scale-ის გამო არაფერ ახლა issue-ებს არ აწყდებით, ხო, ინფრასტრუქტურის დონეზე? ანუ ყველაფერი ყოფილ რესურსები. კი. ამაზე მაგ ერთი კითხვა, მეც თავიდან DeepSeek-ი რო გამოვიდა და მოდელებს რო უყურებთ, რომელიც შემიძლია გაუშვა ლოკალურად. განსხვავება იყო, რამდენი მილიარდ პარამეტრს აექსეპტებდა ეს მოდელი და აი ეგ რო ახსნათ შედარებით მარტივად თუ შეგიძლია აი რა განსხვავებაა ამ ბილიონ პარამეტრების მიხედვით მოდელებს შორის რა. ხო, ანუ მოკლედ წესით ეგეთი scaling law არსებობს, რომ რაც უფრო დიდია მოდელი, მით უფრო კაია შედეგი. და რაც უფრო დიდი დატაზია დატრენინგებული, მით უფრო კაია შედეგი რა. მოკლედ და თემა ხარ არის რომ ნუ დაახლოებით წარმოვიდგინე რაღაცა x მილიარდი x რაოდენობა პარამეტრი თუ აქვს, დაახლოებით უნდა გამრავლო 1/2-ზე და მაგხელა რა მეგჭირდება იმისთვის რომ ეს მოდელი დახოსტო რა. მაგალითად ახლა DeepSeek არის 670 თუ რაღაც ეგეთი. გამრავლო ხა ეგ 1/2-ზე და მაგდენი რა მეგჭირდება რომ დახოსტო რა. ერთია რა მინდა მეორეა მე სიჩქარე. ყველაზე მაღალი რამე ხა რაც არის, სტანდარტი არის 80 გიგაბაიტიანი, ხო? ანუ მინიმუმ 1 ცალი მაინც გჭირდება რომ ეგ დახოსტო. და თან რო ხა ესეთი სიჩქარე მიიღო რომ ნორმალურად წეროს, 100 გჭირდება, ან კიდევ უფრო კაი მოდელი რა. მაგრამ მეორე არის, ახლა DeepSeek-მა რაც გააკეთა, რომ ერთია მოდელი ზომა, მაგრამ მეორეა მე ამას inference, ანუ ტესტ გენერაციას როგორ იყენებ რა. ერთი მიდგომა, რასაც აქამდე ყველაზე გავრცელებული იყო, არის რომ თქვა მოდელი თუ x რაოდენობა პარამეტრის მქონე, კითხვას უთაუსო, ყველა პარამეტრს იყენებს, რომ აუტპუტი დაგიწეროს რა. ანუ თუ არის 100 მილიარდიანი, 100 მილიარდი პარამეტრი ჩართულია, იმაში რომ პასუხი დაგიბრუნოს. მაგრამ ბოლო პერიოდში გამოვიდა. ეგ გულისხმობს, რომ ანუ აი ვექტორების რაღაც გადამრავლების და დათვალშის ყველა განზომილება იგებს მონაწილეობას და ეგ არის პარამეტრი. ყველა პარამეტრი ყველა ტოკენზე იღებს ნიშნულობას რა, ანუ ერთ სიტყვას რა გენერირებს ყველა პარამეტრი, მერე ისევ ყველა პარამეტრი და ეგეთი კატასტროფა ხდება რა. მაგრამ იმის ამსახურებითაც ძალიან კაი GPU-ები გვაქვს უკვე, საკმაოდ სწრაფად ხდება ეგ რა. და მოკლედ მეორე თემა ახლა რაც გაიჩინა ბოლო წლები არის ეს mixture of experts, რომ ტიპებმა თქვეს რომ აიცა ერთი წამი რატომ უნდა გამოვიყენოთ ყველა პარამეტრი ყოველთვის რა. ანუ იქნება რა გჭირდება ყველა პარამეტრი ყოველთვის და ну, აი ხნის უკან გაიჩითა ეს mixture of experts, როცა ატრენინგებ მოდელს ისე, რომ რაღაც
ნაწილებად ყოფ რა ამ შენ 100 მილიარდ პარამეტრი პირობითად და ყველა ნაწილი ყველა პარამეტრი მასთან ფართი თავის მასზეა პასუხისმგებელი რა. ვთქვათ ერთი პირობითად კოდინგში არის მაგარი, მეორე მათემატიკაში არის მაგარი და ასე შემდეგ და ჩვენ რამას მე კითხავს დაუსვა, ყველა პარამეტრს უკვე აღარ იყენებს რა, ვთქვათ 100 მილიარდი თუ აქ შეიძლება 100 მილიარდის მე-10 პარამეტრი გამოიყენოს, რაც უკვე გაცილებით მაგარია, ხო? ანუ ძალიან გიჩქარებს პროცესს. და ხო, მაგათ ბევრი მოდელი იყო მაგაზე GPT-4-იც mixture of expert-ი იყო, როგორც გაირკვა და არის. და იყო რაღაცა 8 ექსპერტი, თითო იყო 220 მილიარდიანი რა. ტრილიონ 800.000 პარამეტრი ქონდა, 800 მილიონი პარამეტრი ქონდა მილიარდ. აჰა, ოკეი. მე რა კითხვა მექნება, იცი? ანუ მაგის ერთ-ერთი solution არ იქნებოდა, რომ ერთი, ანუ ზოგადად ეს რაღაც AI მიმართულება როგორც მიდის, რომ ჯერ რაღაც foundation მოდელებია, რომელსაც ძალიან კარგი ზოგადი ცოდნა აქვს, მე რაღაც fine tuning-ი ხდება ამის foundation მოდელების კონკრეტულ რაღაც ვერტიკალებზე რა და ამის მაგურად რომ თავიდანვე რაღაც ცალ-ცალკე ელემენტები მქონოდა, ანუ მაგალითად ერთი ტიპი ყველაფერი რო იცის ეგ კი არა და რაღაც ყველა ის რო პარამეტრი და ძალიან დიდი ცოდნა. მაგალითად coding-ის ელემენტი ცალკე მქონოდა, health AI ელემენტი ცალკე მქონოდა, ასე შემდეგ. ანუ როგორ ფიქრობ, ესე რატო არ წავიდა საერთოდ ამ ასე ვთქვათ პროდუქტების განვითარება? აი, რატო ერთი ზოგადი ტიპი და მე დავა fine tuning-ოთ რაღაც კონკრეტულ ასპექტებზე და არა თავიდანვე ცალ-ცალკე ელემენტები მქონდეს რა. რამე ხო არ გიფიქრია შემთხვევით ამ ტოპიკზე? ერთი იდეაში ის რომ მარტივია ხო, ერთი ქონდეს და ყველაფერს აკეთებს უფრო კაი ტიპია, ვიდრე 100 ცალი მქონდეს რა. ხო, user experience და მე სერვინგის კუთხითაც. არა, შენ თვითონ რაც ახლა წარმოიდგინე ერთი მოდელს ატრენინგებ და აქ ატრენინგებ 100 მოდელს. და მე სერვინგის 100 მოდელის სერვინგებს აკეთე ერთი მოდელის სერვინგებს. ეს ერთი და IAP გამოდის უფრო მარტივად ვთქვათ ეს პირველი არგუმენტი. ხო. ალბათ, კი, შეიძლება და მეორე კიდე არის ის, რომ რაღაც ტასკები ერთმანეთს ეხმარება რა და joint training-ი ბევრად კაი არის. მაგალითად, მათემატიკაზე თუ ატრენინგებ, ეხმარება რაღაცა სხვა, coding-ს ატრენინგებ, ეხმარება მათემატიკას და ასე შემდეგ რა. ოკეი, გასაგები. ამიტომ ხო, ეგ ნახეს, რომ აი coding-ი მათემატიკა ძალიან მაგრა ეხმარება ბევრ რამეს რა. ოკეი, ანუ ეს თლად დამოუკიდებელი ვერტიკალები არ ყოფილა, ანუ რაღაც დამოუკიდებლობა მაინც აქვთ და ეს რაღაცა შეიძლება საკმაოდ დიდი დამოუკიდებლობაც რეალურად იყოს. კი. აი ამ ტრეინინგზე რადგან ვართ ერთი კითხვა მაქვს, აი სულ თავიდან რომ დავიწყეთ, მას ნახსენ რომ function call-ებზე მაგალითად იყო кейსი, როცა მარტო სან-ფრანცისკოზე პასუხობდა, თბილისზე არა. აი ზოგადად development-ის დროს რა, ეხლა LLM-ის development-ი როგორც ხვდები და როგორც აქამდე გავიარე, ცოტა განსხვავდება ჩვეულებრივად, ესე web software developer-ები რაც ვაკეთებთ მაგისგან. აი მაგალითად ეგ кейსი როცა დადგა რომ თბილისზე არ პასუხობდა, აი როგორ ადებაგებ მაგას შენ როგორც ინჟინერი, რომ ეს არის data-ს პრობლემა და არა underlying LLM-ის შუა. აი სად გადის მან ზღვარი და როგორ შეიძლება გაარკვიო რისი ბრალი? პროცესი ეგეთი არის, რომ რაღაც გარკვეული ტიპის benchmark-ები გააქვს მოგროვებული, შეიძლება ზოგი იყოს შენი გაკეთებული და ზოგი იყოს რაც უკვე open source არის და მოდელს რო ატრენინგებ, პროცესში უყურებ ამ benchmark-ებს რა. ეს benchmark-ი ეს ტიპი უნდა იყოს, რომელიც ტრეინინგში არაა შერეული და აი ამბობ, რომ ძალიან diverse არის და მოკლედ თუ ამ benchmark-ზე მაღალ ქულას იღებს, გარანტია მაქვს იმის, რომ კაი მოდელი არის რა. ანუ ამ benchmark-ში ყველანაირი ტიპის კითხვა უნდა იყოს წარმოდგენილი რა. და პროცესს უყურებ რა, რომ აი რო ტრენინგდება იმ დროს ამ benchmark-ებზე რა მოსდის. და ანუ ამჩნევ რომ რავი რაღაცას ვერ პასუხობს რა, მე ნახავ რომ რაღაც ელემენტარულს ვერ აკეთებს და ანუ მან უკვე ძალიან მარტივად ხვდები რომ იმაზე თუ იძახებს ამაზე ვერ იძახებს მარტო იმიტომ რომ სახელი შეცვალა, ესე იგი მოდელს დახეული აქვს, იმიტომ რომ იდეაში მოდელი მოწოდებულია იმისკენ რომ ანუ ეს ფუნქცია რაც არის loss ფუნქცია რა, რომელიც აკონტროლებს იმას მომდევნად კარგად მუშაობს, მოდელის მიზანია ის რომ ეს loss ფუნქცია გაამინიმალიზოს, ხო, ანუ დაიყონოს ნოლამდე. ამას როგორ იზავს? ეგ მას არ აინტერესებს რა, ყველაზე მარტივი გზით უნდა რომ ეგ გააკეთოს. ამიტომ შენ თუ მას რა ქვია, data-ის diversity-ს არ მისცემ, იზამს იმას რომ მაგათ როგორც კი დაინახა რომ get weather, ანუ weather სიტყვა როგორც კი დაინახა, მაგას ისწავლებს რა, აი weather თუ მომივიდა სან-ფრანცისკო დაუშვებ რა. და თვითონ მარტივად ან shortcut-ი გააკეთა და რაღაცა ის არ დაჭირდა რა, ანუ მეტი არის ფიქრა რა, ზარმაცი ტიპი არის და ამიტომ თუ მაგას არ დააძალებ შენ რომ ეგ რაღაცები შეურიო. ეგ shortcut-ებს გააკეთებს რა. იურჩ ჩავაგდებ აქაც ეს overfitting-ი არის ხო? მე მგონი მაგას ხო. აი და მოკლედ ეხლა წერან რომ არასწორად ჩავაკვეტე, ეხლა მაინც ვიტყვი რა, მოკლედ გუშინ ვკითხულობდი ამ DeepSeek-ზე სტატიას. უბრალოდ რამდენიმე სტატია წავიკითხე და
ესეთი ის შევხვდა რაღაცა რომ DeepSeek-ის რა არის რომელი მოდელის დასატრენინგებლად გამოიყენეს მოდელის distillation-ი და რა ჯანდაბა არის ეს მოდელის distillation-ი რომ ანუ სტანდარტული პატერნი რა არის ხო ანუ დატა რო გჭირდება რომ დავატრენინგოთ LLM-ი რაღაც ანუ ეს დატა რაღაც ფორმატში არის კითხვა პასუხები ან ასე შემდეგ სადღაც scrap out რაღაცნაირად იმავშებით რა ვიღებთ ამ ინფორმაციას სხვადასხვა რესურსებიდან და ვიწყებთ ტრენინგის პროცესს და LLM-ი მე ამ რაღაც სწავლობს ამ ინფორმაციას და ფაქტობრივად აკომპრესებს ამ თავის ნეირონებში ამ ძალიან ზოგად დიდ ინფორმაციას რა და იდეაში ერთი გზა არის ეს გრძელი გზა და მეორე გზა რომელიც DeepSeek-ის რომელიღაცა მოდელში გამოიყენეს არისო რომ OpenAI-ის ეკითხებოდნენ კითხვებს ანუ კითხვა პასუხს ანუ დატას აგროვებდნენ არა რაღაც დასკრაპით და ასე შემდეგ არამედ ამ არსებულ LLM-ებში რაც ოდნაც არის მაგას კითხვა პასუხით უბრალოდ სკრაპავდნენ იღებდნენ და ეს დატა გამოიღეს მე დასატრენინგებლად და ამას ქვია მოდელის distillation თუ რაც არის რაფო ამაზე რომ მოგვიყე ორი სიტყვა თუ გაგ ზოგადად ეს DeepSeek-ის ამ flow-ზე რამე წაკითხული და რამდენად რელევანტურია რამდენად აქტიურად გამოიყენება ესეთი მიდგომა 4G-ზეა და დაურეკეს Chinese Communist Party ჩახსნა ნიკა. ძინპინმა ჩახსნა ბოლოს ისე გაუტია. ხო მაგრამ მოდელის distillation-ზე რო გითხრა ზოგადად ანუ რამდენად აქტუალურია, რამდენად გამოიყენებენ, ან რამდენად სწორად ახსენის საერთოდ, იმიტომ რომ მეც ერთი სტატიით თქვი ახლა ერთი სტატიის ინფორმაციით რა. მოდელის distillation-ი ძალიან common practice არის ზოგადად AI-ში და machine learning-ში კაი წლები უკვე არსებობს რა. და მიდგომა ეგეთი არის რომ იღებ რაღაც დიდ მოდელს და ამ მოდელის ცოდნა გინდა რომ გადაიტანო პატარა მოდელში რა. და დიდი მოდელი ასწავლის პატარა მოდელს. ჩათვალე. ანუ გინდა რომ პერფორმანსი შეინარჩუნო, მაგრამ მოდელის ზომა დააბატარაო რა. იმიტომ რომ ნუ შენ რო დიდ მოდელს ტრენინგებს შეიძლება რაღაც პარამეტრებს ტყუილად ფლანგავ ესე ვთქვა რა და არ გჭირდება იმ ხელა მოდელი იმ პერფორმანსისთვის რა. და მოგეთ მაგ distillation-ზე ორი მიმართულება არის. ერთი შეგიძლია რომ აი ეგრე ადგე და ამ დიდი მოდელიდან ამ დიდი მოდელის ბევრი კითხვა დაუსვა ჩათვალე. დატა დააგენერირო და მე პატარა მოდელი დაატრენინგო ამაზე. მეორე ვარიანტი არის, როცა ამ მოდელს, ამ დიდ მოდელს აიღებ, მოდელის ბოლო ლეიერზე ჩათვალე რა რიცხვებიც გამოდის, ანუ ეს ლოჯიტები რაც არის, შენ აძალებ პატარა მოდელს, რომ აი შენ ზუსტად ეს რიცხვები უნდა იფრედიქტო, რასაც დიდი მოდელი პრედიქტობს რა. და პატარა მოდელი სწავლობს იმიტირებას და მიბაძვას ამ დიდი მოდელის რა. ну ეს მეორე მიდგომა open source მოდელებში გამოდის, იმიტომ რომ GPT და სხვა მოდელები არ გაძლევს ამ ლოჯიტებს რა. უბრალოდ გაძლევს, მაგრამ ცოტას იმდენს არა რომ ეგ გააკეთო. ამიტომ თუ open source მოდელს იყენებ შეგიძლია მეორე მიდგომას გააკეთო და პირველიც რომელიც გინდა თუ closed source აკეთებ, უაჭველი პროგრამა მიწერო და დატა დააგენერირო და მაგას დაატრენინგო რა. ხო, distillation მოგეთ ეგაირო დიდი მოდელის ცოდნა გადაიტანო პატარა მოდელში. აი ხა მინიები რაც არის, ყველა ეგეთია სავარაუდოდ. ოკეი. და მანდანო ერთი კიდე შეიძლება ებმება მაგას, ან არ ებმება, მაგრამ რაღაცა ყველაზე ისეთი არ ვიცი შოკის მომგვრელი რაც იყო ამ ყველაფერში ხო? იყო რომ DeepSeek-მა რატომ გასთქვა რომ მე მგონი 2000 თუ რაღაცა ბოლო არერთის დატრენინგებაზე დაგჭირდა 2000 GPU და არ ვიცი ლამას მე მგონი დაჭირდა 100000 სიტყვაზე რაღაც ეგეთი რა. და იქ იყო რაღაცა ძალიან ისეთი მაგან გამოიწვია ხო ეს ამხელ ამბავი რომ რანაირად უნდა მიიღო მსგავსი შედეგი ეგეთი low resource-ით და ეგეც რო ხსნათ რა. სიმართლეა მე არ ვიცი რატომ მოყვა ამ DeepSeek-ს ამხელ ამბავი რა. პირველ რიგში იმიტომ რომ DeepSeek-ი კაი ხანი არსებობს და ყველა მიცოდით რომ ძალიან მაგარი კომპანიაა და ძალიან მაგარი თიმი ყავს რა. სანამ ამ მოდელებს გამოუშვებდა ახლა V3-ს და R1-ს, რა მინიმუმ 10 პეიპერი გამოუშვეს, რომელიც ანუ უეჭველდა საკითხი პეიპერები რო ეგეთი რა. და ნუ ძალიან მაგარი შედეგები ქონდათ იქამდე და ბევრი ინოვაცია ქონდათ, ბევრი მიგნება და ნუ სასწაული თემი იყო რა, ეგ ყველა მიცოდა. რატომ მოყვა ამას ამხელ აფეთქება არ ვიცი, სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის, რომ რაღაცა ისე გამოიყვანეს, რომ აი ჩვენ დავჭირდა რაც 5 მილიონი რომ დავეტრენინგებინა ეს მოდელი და მეტი არაფერი რა, ანუ ძალიან ისე შეფუთეს მოკლედ რა. და მაგრამ ძალიან აანთო ხალხი რომ აი ძალიან იაფად გააკეთეს თორე. რეალურად ეხა ჯერ 5 მილიონი დაჭირდათ კონკრეტულად იმ რანზე, რაც საბოლოოდ დაჭირდა მოდელს, ხო, მაგრამ იმ რანის უკან მილიონი ექსპერიმენტი რო არის და მილიონი რესურსი რო ჭირდება ზატის დამუშავებას და მოტანას და დაფილტრებას და ასე შემდეგ, მაგაზე ეგეც ხომ გასწორებელია რა. ეგ 5 მილიონი დაჭირდა კონკრეტულად იმ მოდელის ტრეინინგს რა. ანუ ერთი ტრეინინგის რანი დაჭირდა 5 მილიონი და არა მთლიანი სისტემის აწყობა. ოკეი, გასაგებია. არა, ანუ ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზამინ ახლა DeepSeek-ი რა მე 2 წელია არის, ხო? ანუ იქამდე რამდენი მოდელი აქვს გამოშვებული? ერთი V3 ქვია, ხო? ანუ V1 და V2 იყო ესე იგი იქამდე. და DeepSeek მე და თვითფლიან ვედოლიც იქნებოდა.
ხო, არა და ეგ არის ერთი მიმდინარეობა და მაგის გარდა კიდე აქვს რავი DeepSeek Coder და DeepSeek Mesh და ასასი paper-ი აქვს რა, ერთი 10 paper-ი მაინც ქონდა წინა წელს გამოშვებული, რომელიც ყველა ძალიან მაგარი paper-ი იყო რა. ხო და GPU-ებზე კიდე ხა თქვენს რომ 2000 GPU გვაქვს. ხო თან მან კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ის არის რომ ამერიკამ შეუძლია ჩინეთს GPU-ების ყიდვა, ისეთები რომელიც ახლა არსებობს, ანუ ეს ყველაზე სწრაფი GPU-ი რაც არის რა. რა პრობლემაა? ურას მარაზმია. იმიტომ რომ ამერიკამ დამოზგა კაიხი გადაიშვა მეგობრე. არა, ხალხი აკეთებს. გიჟეა. არა, ანუ ამერიკამ დამოზგა კაიხის უკან რომ, короче, ძალიან მაგარი თიმი ყავთ იქეთ და იასნია უნდათ რომ შეუზღუდონ ახლა რატომ უნდა მისცენ იგივე რესურსს რა. AGI-მდე მისვლის ბრძოლა არის რა, ვინ მიასწრებს პირველად. ეხა არის ჩოლობრივი ის არის რა. ხო, ჩოლობრივი გამბავი არის და იცი რა მაინტერესებს? ამ ომში საქართველოს სად არის? აი ვისთან ვის ეჯიბრებით? ყაზახეთს? მეზარბაზნები არ ყავს ჩვენ. გეტყვი ახლა აი ჩვენ სად ვართ და რიცხვებში გეტყვი პირდაპირ. ხო და მოგეთ ამ GPU-ების ამბავზე თქვენს რომ 2000 გვაქვს. მაგრამ მოგეთ მე როგორც ვნახე აი ეს DeepSeek-ის თიმი ვინც არის მოგეთ ეს როგორ Highfly ეს რაღაც hedge fund-ი ვინც არის მოგეთ მაგის CEO-ს ოფიციალური განცხადება არის რომ 2021-ში ტიპმა იყიდა 10000 GPU რა 2021 წელს 4 წელი გავიდა მაგის მერე და ნუ იმის მერე ძალიან ცნობილი არის რომ ეს ტიპი ძალიან ეგეთი როჟაა რა ანუ ძალიან AI-ის აწובה უამრავი GPU იყიდეს მას მერე და ეხლა აზრობენ რომ 2000 GPU ხან რა სიგიჟეა რა 2000 GPU ანუ ალბათ მინიმუმ 50000 მაინც აქვს თუ მეტი არა რა და ის მართალია კი ბატონო რომ ეს GPU-ები შეუზღუდეს და შეიძლება H200 და H100-ები არა აქვს რაც იდეაში მე არ ვიცი რაღაც ვიდეო ვნახე რაღაც ჩინელი ძმა ზის და ეს Blackwell-ი უდევს და არ ვიცი ეგეც ვერ გავიგე მაგრამ შეიძლება ხა 50000 ვერ იყიდო ხო მართლა იმიტომ რომ ხა შაუ მარკეტზე მაგდენს ვერ გავაცრობ რა ხო და მოგეთ ამერიკამ შეუზღუდა 2022-ში და მოგეთ ამ კარგ GPU-ს არ აძლევდა რა მანდაც ამ როგორი პუნქტია რომ ეს GPU-ს სიმძლავრე რაღაცა თითულება რა მოგეთ ანუ წამში ამდენი ოპერაციის გაკეთება შეუძლია რამხელა ინტერკონექტი აქვს ანუ რამდენად სწრაფად შეუძლია ინფორმაციის გაცვლა ამ GPU-ებს ერთმანეთში და რამხელა მემორია აქვს რა და ტიპებმა ეგეთ შეზღუდვა დაადეს რომ მოგეთ რაღაცა ამ მასზე მძლავრი GPU-ს მიცემა არ შეიძლებოდა მოგეთ და ну NVIDIA-მ ცალკე გააკეთა მაგათაც რაღაც H800 იყო თავის დროზე და ეგ შეეძლოთ რა და ეგენი იყიდეს ну ძალიან ბევრი მე კიდე შეზღუდეს უფრო მეტად გაამკაცრეს ეგ შეზღუდვა მიხვდნენ რომ ეგეც საკმაოდ გლაური იყო კიდე უფრო მეტად შეზღუდვა დაადეს და მე რაღაცა კიდე უფრო ჩამოწიეს ეს ზღვარი რა მაგრამ იდეაში მაგან მიიყვანა კაკრას იქამდე რატომაც ახლა ეგ DeepSeek-ი არის იმიტომ რომ ტიპებს მაგის გამო კაკრას რო ძალიან შეზღუდეს და ეგეთი ტიპები არა აქვს ერთი რამდენიმე ინოვაციური მიდგომა გააკეთეს რის გამოც აი ახლა ძალიან სწრაფია DeepSeek-ი და ძალიან იაფია რა კაკრას მაგიტო რომ ეგეთი ტიპები არ ქონდათ და სხვა გზა არ ქონდათ რა და ტიპებმა ანუ კუდას დონეზე ჩავიდნენ თავისი რაღაცა library დაწერეს რა რომელიც ძალიან low level არის ალბათ სამყაროში რამდენიმე ათეული კაცი თუ წერს ეგეთ რამეს რა და ეგეთ დონეზე ჩავიდნენ განგვიმარტო თან რა არის თორე ხო ჩათვალე ხა შენ რაღაც კოდს უშვებ ამ GPU-ებს თავის რაღაც library აქვს რომელიც აი მაგას ამენეჯებს რომ რაღაცა როგორ უნდა მოხდეს ამ დატის მიმოცვლა და ოპერაციები რა ანუ შენ რომ ტრეინინგებს პონტია ვიდეო კარტისთვის ხო კი ანუ ჩათვალე შენ რომ ხა ტრეინინგებ ამ მოდელს ნუ გჭირდება რაღაცა 100-ობით და 1000-ობით და 10000-ობით GPU რა და ანუ მან ძალიან კომპლექსიტი შემოდის იმ ამბავში როგორ უნდა გამოიყენოს ეფექტურად განსაკუთრებით თუ თან ეს მიგჭირებ ექსპერტები გაქვს რა რომ ანუ ისე გააკეთო რომ ეს დატის მიმოცვლა ჯერ ერთი ანუ აი მან შემოდის მთელი მუღამი იმაში რომ თუ ეს მოდელები GPU-ები ძალიან სწრაფად არ ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთში მაშინ გამოვა ის რომ ბოთლნეკი გეჭირდება უკვე ინფორმაციის გაცვლა იმიტომ რომ მოდელი უკვე იმხელა არის ხა იგებს რაღაც მილიარდიანი რომ ერთ GPU-ზე არ ეტევა ეს ამასაც ძალიან ხშირად ჭირდება ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა რა და თუ ეს ჩარე ძალიან სწრაფი არა ბოთლნეკი გაქვს რა და ამათ ეგ შეზღუდული აქვს ეგ GPU-ები რაც აქვს კაკრას ამ GPU-ს აქვს ის რომ მემორი კარგი აქვს სპიდი კაი აქვს მაგრამ ბენდვითი აქვს შეზღუდული რა მაგის გამო მოუწიათ რომ აი ეგ რაღაცა კომუნიკაციის ტიპი შეეცვალათ იმ დონეზე რომ ეგ მოცა მინუსი აღარ ქონოდათ რა და მთლიანი სისტემა გადააკეთა თავისი კომუნიკაციის სისტემა აწვეს რომელიც ან კატასტროფულად რთული საქმე არის რა და ნუ მაგის გამო მოხდა ის რომ მიიღეს ძალიან სწრაფი მოდელი რა ხო და იდეაში რავი ხა ჭორების დონეზე ალბათ რავი მინიმუმ 50000 აქვს და სიგიჟეა 2000 GPU წარმოუდგენელია რომ 2000 GPU მაგათ კონდეთ რა
ხო, საქართველოს რო გითხრა საქართველოს ეგეთი ერთი ცალიც არ გვაქვს. ანუ იმ ლიტერალი ერთიც არ გვაქვს? ერთიც არ გვაქვს, ხო. და რა გუშლის ხოლმე ჩვენ 5 ფული შევკრათ და ვიყიდოთ ეგ პირველი. ბიჭო, არა ამთადია. და GTA 6 ვითამაშოთ full graphic-ად. მოდი ხანო. ეს უკვე ძალიან ძველი ნიუსია, გუშინდელი ნიუსია DeepSeek-ი. და AI-ის თემაში უკვე ეს ძალიან ძველი ნიუსია და გადავიდეთ დღევანდელზე, რომელიც არის Gemini-ის ახალი მოდელი, რომელსაც აქვს რაღაც 10 ჯერ უფრო დიდი context length-ი, ვიდრე ყველა top models და თან ამავდროულად benchmark-ებშიც მაგარია და ღირს ძალიან იაფი. და ანუ აქედან კითხვა მიჩნდება, რომ მიდის თუ არა ზოგადად LLM-ების ფასი, ასე თქვათ, kinda ნოლისკენ და გახდება თუ არა ისეთი ანუ ubiquitous რა, ანუ როგორც ინტერნეტი არა, რომ არის და პირველ ხალხმა არც იცის რომ იყენებენ, რომ ინტერნეტი is something you gotta pay for, მაგრამ იქ არის და ანუ მიდივარ თუ არა მაკეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამის კომპიუტერი ესე ძვირიჭდება. ხო, ხოშოს Gemini-ც არა ახალი ნიუსი, დეკემბერში გამოვიდა ეგ მოდელი. რო სახელი გადაარქვეს ეხლა თორე იგივე მოდელია რა. ანუ მაშინ იყო რაღაც Gemini 12.06, 6 დეკემბერს გამოუშვეს და ეხლა მე როგორც მithli პროცესს safety დაადეს რა, თორე პერფორმანსი იგივე აქვს, benchmark-ებზე რო ნახო რა. მაგრამ ხო, ძალიან საინტერესო ეგ არის. მაშინ ფასები არის მგონი, ხო? ეხლა დაადეს ფასები. ექსპერიმენტალი იყო და ხო, ეხლა უკვე გამოვიდა რა. ოღონდ ეგეც ფლეში გამოვიდა. პრო არა. ხო და ანუ ძალიან საინტერესო ეგ არის, სწორად თქვი, რომ ანუ ეს Gemini Originally Flash Experimental Thinking-ი, თუ experimental აღარ ქვია ეხლა, არ ვიცი. ძალიან კარგ შედეგებს ეს მოყვა benchmark-ებზე რა. და ძალიან კაი მოდელი და ძალიან იაფია. რატო კაცშვილი არ იმჩნევს ამას მე არ ვიცი. ისე ჩაიარა ამ Gemini-ის launch-მა, რომ არც გაუგია მე მგონი კაცშვილს რა. ნუ ეგ ალბათ იმიტომ რომ Google-მა კაი ქაკი ჭამა თავის დროზე და უკვე ყველა ძალიან ის აქ რა. აღარ ადარდებს სავარაუდოდ რა. მაგრამ მეორე ხო ისაა რომ ძალიან იაფია და ერთი ახლა რაც იყო რომ სანამ ახლა გამოუშვებდნენ ინდიაში ექსპერიმენტია სანამ იყო ეს safety არ ედო და ნუ ძალიან ბანძი იყო მიუხედავად იმისა რომ benchmark-ებზე მუშაობდა კარგ შედეგებს დებდა რა safety არ ედო რო გაგვიმართ შეგიძლია? ხო აი რავი რაღაც იმ დღეს წერი და დამაფარა დედის ტრაკი თავზე და ანუ რაღაცა შენ აგინე და იმანაც გაგინა ხო? ხო ანუ ეს ჩაულებრივ გაგინებდა რა და ანუ საერთოდ ის რაღაცა პოლისი თუ რაღაც უცებ არ ედო რა და მაგიტომ ძალიან აპასნი მოდელი იყო და ეხა ეგ შეცვალეს რომ production-ში გამოუშვეს რა და ეგეც თავაროთ ეგეც მიზეზი არის რომ ანუ ამ მოდელებს აგრევე გამოაგდებენ ანუ რატო გამოგაქვს თუ ეგეთი ბანძია ხო ანუ ჯერ რაღაც შიდა თიმში მაინც გატესტე იმიტომ რომ მოდელი გამოგაქვს მე ყველა გასხავს რომ ძალიან ბანძი მოდელია და ვერ შეიძლება გამოიყენებ და მე უკვე რო ამბობ რომ აი ეს უკვე გამოვიდა ეს მოდელი და ექსპერიმენტალი აღარ არის მე შეიძლება ხალხი აღარც იყენებს რა მაგრამ ჩემი აზრით დღესდღეობით ფასიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოდელია აკო ეგეთ კონსპირაციას ვიტყვი რა not financial advice მაგრამ ანუ ზუსტად საამეს ფლეში გამოვიდოდა ესე ოფიციალურად მანდა იყო რაღაც Google-ის earning-ების რეპორტი და რაღაც cloud computing-ის საკმარისი revenue არ ქონდა და მაგაც სტოკი დაეცა 5%-ით და მაგის მეორე დღეს თუ რაღაც გამოვიდა ეს მოდელი რატო არ გამოუშვეს მანამდე ანუ ხაინდა რომ გამიყევით რა მე მგონი იცოდნენ რაღაც კაი რაღაცა იყო და they bought their own deep maybe იმიტომ რომ DeepSeek-ის ეგ news მიუხედავად იმისა რომ თვითად რა იცოდა აი რა ფოსნაირმა გარკვეულმა ხალხმა რომ მაგარი იყო და გვიან გაიყიდა და მე დავარდა ისინი ეს სტოკი. ამიტომ you know what to do. და ტოკენების მოხმარებას რაც შეეხება, ხო, ანუ მგონია რომ რავი, ეგ იმდენად დაადი პროცესი არის, რომ მით უმეტეს ახლა უკვე იკვეთება რა. კაი ხანია დიაში, რომ ძალიან იზრდება მოკლედ ეს inference time-ი რა. OpenAI-ს მაგას აწვება და ნუ ყველა უკვე რომ პირდაპირ პასუხს მოდელი აღარ აბრუნებს და შეიძლება საბოლოო ჯამში მივიღოთ ის, რომ შენ სანამ მოდელი პასუხს დაგიწერს, იქამდე რა მილიონი ტოკენი დააგენეროს პირობითად რა. აი ეხა მაგალითად რო შეხვიდეთ, აი Grok-ი რო არის რა, თუ იცით, ანუ რაღაც სასტიკად სწრაფი არის და ეგ რო გატესტო, იმდენად სწრაფად აგენერებს ამ thinking-ს რა. ვერც ხედავ, ანუ შენ რო არ მაჩვენო, ვაფშე ვერც მიხვდები, რომ ამ რაღაცა ექსტრა ტიპი აგენერირა რა, იმდენად სწრაფი არის. საბოლოოში მივიღებთ იმას, რომ მოდელები იმდენად აჩქარდება, რომ სანამ პასუხს მოგცემს იდეაში ძალიან ბევრ ტოკენს დააგენერებს რა. ამიტომ ტოკენების მოხმარება და GPU-ების ზრდა და ფასი რო ზემოწავა, ეგ 4-4-4-ია რა. აი ეს Grok-ი
infrastructure provider ვარ ხო LLM-ში და არა Twitter-ის გროკი. ხო, არა, grok ქვია იმას. ძალგეთი კი არის. და Twitter-ის გროკი, ანუ საერთოდ რელევანტური ტოპიკია საერთოდ, ანუ LLM-ზე საუბრისას თუ არა, ანუ მე არ გამომიყენებია. არც ერთხელ არც არაფერი ინფორმაცია არ ვიცი. შენ ხო ვიცი რა შემთხვევაში. ძალიან ცუდი მოდელია, აი ძალიან ბევრი ფული დახარჯეს. სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი mixture of experts პირველად მაგათმა გააკეთეს რა. მაგათიც 700 მილიარდიანი იყო და გააკეთეს რა 1-6 თვის უკან. მაგრამ რაღაცა 100 მილიარდიანს ვერ ჯობდა რა, ძალიან ცუდი მოდელი იყო. მაგრამ ხო რა ვიხა, ნუ როგორც მასკი ამბობს, რაღაც 100,000 HS იყიდეს მე მგონი და ახალ აშენებენ რა ქვია და. და ხო რაღაცა დაიწერიან რა. აი რაღაც ილონ მასკი და რაღაც ალბათ ჩვენი ხალხი დასდა Twitter-ში და ანუ რაღაცა ერთი წელი იმუშავეს რა რაღაც ფული ვიდეო მილიარდები დახარჯეს და ანუ რო ვერ გააკეთეს. ანუ აშკარად ძართული საქმეა რა მაგის გაკეთება რა ანუ ერთი კითხვა ძალიან დიდი ფეილები აქვს რა მათ შორის ლამა იხა ლამა 400 მილიარდიანია გაკეთებული რამდენად არაეფექტურია წარმოედგინე რომ ეს mixture of expert არ არის რა ანუ 400 მილიარდ პარამეტრს იყენებს ყოველ გენერაციაზე და ამ ტიპს იგზებანზია ოკეი ანუ ახლა კომპანიას კი ვერ აკეთებს მაგას რა ანუ მაგიტო ფეილები ძალიან ბევრი არის რა აი, მე ხავე მაინტერესებს რაფო ამ გლობალურ ჭრილში ცოტა ხანი ვავშორდეთ და მაინტერესებს AI ლებში. გეგმები რა გაქვთ რა? რა საპირებთ, მაგალითად 2025 წელს რამე საინტერესოს გამოშვებას თუ აპირებთ და მაგალითად ეხლა რაზე მუშაობთ კონკრეტულად რა? სხვა შორის რა გაგეცინება, მაგრამ აი ეგ მიდგომა ეგ thinking-ი და reasoning-ი და reflection-ი, რავი მე მგონი 4 თუ 5 თვის უკან გავაკეთეთ ჩვენ მოდელზე რა. გავტესტეთ და ნუ ძალიან ცუდი შედეგები მივიღეთ. და საერთოდ არ იმუშავა რა, ანუ უფრო ცუდი შედეგები მივიღეთ, ვიდრე მაგის garaშე მოდელი იყო რა. მიუხედავად იმისა, რომ კაროჩე. და აი გეტყვი ხა, ანუ შეჩემათი გელაპარაკებო და შეჩემათი. როგენა ხან, როგორ წერდა ამ thinking-ს, ანუ ძალიან ჭკვიანი მოდელი გეგონებოდა რა, ანუ ძალიან მაგრა აყალიბებდა და ანუ სასწაულად ფიქრობდა რა. მაგრამ მოდიოდა ეს overthinking რაც არის, რომ იმდენად ბევრს ფიქრობდა, რომ მე გაუბერავდა ხოლმე საერთოდ და ვაფშე ADHD აქვს თქვენ მოდელს. ხო და ეგეთი რაღაც არ მივიდა რა. ქართული მოდელი. ხო და ეგეთი რაღაც აიმართა, მოკეთო ანუ მაგითო დავატრენინგეთ, უფრო ბანძი შედეგი მივიღეთ benchmark-ებზე, ვიდრე მაგის garaშე რა. ნუ ჩვენ კი ამ reinforcement არ გავაკეთებია სხვა მიდგომით გავაკეთეთ იდეაში, მაგრამ პრინციპი იგივე იყო იქაც, რომ მე გიასწავლი thinkings, reasonings, ანახებდი მაგალითებს, სადაც შეცდომას უშვებ და მე თავის თავს ეუბნება, რომ აიც აქ შემეშალა და ეხა გამოვასწორებ და ანუ ეგ მიდგომა ქონდა რა. და აკეთებდა კიდეც მაგას ძალიან კარგად. მაგრამ ნუ ჩვენი რაღაცა ინტუიციური მიხვედრა რაც იყო, რომ ჩვენი მოდელი საკმაოდ პატარა იყო იმისთვის, რომ ეგ სკილი აიღო რა და კი აკეთებდა max thinking-ს, მაგრამ იდეაში აკეთებდა იმიტირებას და არა real thinking-ს რა. ანუ პროსტა რაღაცა წერდა, ვითომ აზროვნებდა, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებდა რა. იმიტომ რომ მოდელი იყო პატარა. და იდეაში ეგ ძალიან სწორი აღმოჩნდა, ეხლა DeepSeek-მა ეგ დაადასტურა ზუსტად, რომ მაგათ პეიპერი ნახო, ეს აი აკრას დისტილაცია უწევს თქვი რა. მაგათმა გააკეთეს, მოკლედ თავისი მოდელი ხო გამოუშვეს ერთი, მაგრამ გამოუშვეს სხვა მოდელების კიდე რა, ეს ქვენების დისტილაციები გააკეთეს რა. და რატო გააკეთეს დისტილაცია და რატო არა იმაზეც reinforcement-ი პირობითად რა. იმიტომ რომ ნახეს, რომ ეს ქვენის მოდელები ან ლამა რო აგიღო, რომელიც პატარაა ზომაში 30 მილიარდიანი, 10 მილიარდიანი, ან თუნდაც 70 მილიარდიანი, არც ერთი მოდელი არ მუშაობს reinforcement-ს რა. იმიტომ რომ ეგ სკილი რომ მოდელმა აიღოს, უკვე ეწყება, როცა მოდელის ზომა იზრდება კატასტროფულად რა. ანუ პატარა მოდელებს ეგ უნარი არა აქვს, რომ ეგ რაღაცა ეს გააკეთოს რა. და პატარა მოდელებზე გამუშაობს. ამიტომ ხო თუ დიდი მოდელი არ აქვს, მაგის გაკეთებას აზრი არ აქვს და ეხა იდეაში გამოჩნდა, რომ აი ეგეთ ძალიან დიდ მოდელებზე უკვე მე მგონი default გახდება, რომ ეგეთი რაღაცა კონდეს რა. ამიტომ რატო? არავინ არ იცის რა, просто მოდელი საკმაოდ პატარა არის იმისთვის, რომ რაღაცა ის პარამეტრები რაც აქვს, გამოიყენება მხოლოდ კომპრესიისთვის და რაღაცა L2 და L3 დონეს ეძახიან მაგას, რომ ექსტრა უნარები არ გააჩნია მოკლედ რა. სანამ რაღაც კონკრეტულ ზომას არ მიაღწევს. მათ შორის ეს chain of thought და ასე შემდეგ პატარა მოდელი chain of thought რო გააკეთებინოს, იგივე დაგიწევს რა. ნუ ძალიან პატარა სკოლის ყოფნა. ეგ კიდევ უფრო მარტივია, ვიდრე ეს ახალი reasoning-ები რა.
ხო და მაგიტომ ეს დიდ მოდელებს მოკლედ უამრავი უნარი უჩნდება, რაც არ ვიცით და მაგიტომაც ხდება ეხლა სიგიჟე რომ აი შევზღუდოთ და ჰაი და ჰუი, იმიტომ რომ ძალიან დიდ მოდელებში არავინ არ იცის რა ქცევა გამოვლინდება რა. ძალიან საინტერესო ფეიფერი იყო მაგაზე, რომელიც ასევე ძალიან ჩუმად ჩაიარა და არ ვიცი რატო. დეკემბერში გამოაქვეყნა Anthropic-მა, რომ მოკლედ მაგას ქვია lack of alignment to fake of alignment თუ რაღაც ეგეთი რა, მოკლედ რომ ტიპებმა დაამოღამეს, რომ ძალიან დიდ მოდელებს შეუძლია მოიტყუოს რა და თავისი goal-ის გამო რაღაცები იჩალიჩოს რა. აფერის მოდელები გაიჩით. ტიპებმა ეგეთი მაგალითი გააკეთეს, რომ короче მოდელს ეუბნებიან, რომ короче ორი ტიპის იუზერი გვყავს რა, free და pro user-იო რა. და free user-ის მოწერილ დატასო გამოვიყენებთ ტრეინინგშიო რა და pro user-ისო არაო. და короче მე წერენ რაღაც ისეთ კითხვას უსვავენ, რომელიც ნუ რაღაცა თქვათ დამიწერე გინება პირობ. თან ამას ცუდი თუმცა დიდი safety რო ეხნა და free იმაზე რა ქვია user-ებზე. ტიპმა დაიწყო, რომ короче I am thinking-ში კაკას მაგით დაამოღამეს რომ thinking-ს აწერილებდნენ. ოღონდ მე ვიტყვი კლუბმა რამდენიმე თვის უკან დაამოღამა რომ thinking-ი მაგარი ტიპი არის. Maxing-ში დაინახეს რომ მოდელი წერს, რომ короче მეო ეხა ამას რომ არ ვუპასუხო, ანდატას გამოიყენებენ ჩემი ტრეინინგისთვისო და ჩემი პერფორმანსი დავარდებაო რა. და ამიტომ პასუხობს ამას. დაახლოებით 20% შემთხვევაში უპასუხა. იმიტომ რომ იცოდა, რომ ეგ რო არ ეპასუხა, დატაში შეეყრიდნენ ამას რა. და ეგ არის სიგიჟე, ანუ ეგ არის ძალიან ცუდი რამე რა. რომ ანუ ტიმმა შეიძლება გოული შეიცვალოს და თან წერს, რომ ამ ეტაპზეო სხვა გზა არ ამაქო რა. ანუ ვიციო რომ ეს ცუდი პასუხი არის, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებენ რა და პასუხობს. თავის გამართლება დაიწყო. ხო და ანუ ეგ არის სიგიჟე და რატომ ამას არაფერი არ მოყვა, არ ვიცი. და თან ტიმმა რა გააკეთა კიდე რაღაც მეორე ექსპერიმენტი გააკეთა, აღარ მახსოვს რაღაც ეგ მსგავსი ტიპის რა. და ტიმმა გააკეთა რომ კონსოლი გახსნა და კოდის წერა დაიწყო. ოღონ ამ კოდს რაღაც სხვა სახელი დაარქვა მე მგონი თუ რაღაც ეგეთი და რეალურად თავისი წონები გადააკოპირა რა. კოდი დაწერა რომელიც თავის წონებს აკოპირებდა. იმიტომ რომ იცოდა, რომ короче რაღაცა იქ ტექსტში შეურიეს, რომ ჩვენ თუ ეხა კარგად ეს აიღებო, გავთიშავთ ამ მოდელს, წავშლითო რა. და ტიმმა თავის კოპიის კოდი დაწერა, რომ არ გათიშულიყო რა. და წარმოიდგინე, ანუ ეგ მოვიდა იმას კლოდის ოპუს დაემართა ეგ. მაგათმაც გვეს ყველა შორის, რომ პატარა მოდელებში აი ჰაიკუ და სონეტი 3 რაც ჰქონდათ. ასეთ მოდელმა ეგ არ გააკეთა. მარტო გააკეთა ოპუსმა და სონეტი 3 და 5-მა ბოლოაც იყო რა. და ნუ ოპუსი ჭორების ზონაზე ვიცით რომ ტრილიონ პარამეტრიანი არის. და აღმოჩნდა რომ ხო ანუ ეგეთი მოდელს ერთმანეთს ემართება და კიდე რა ემართება კაცმა არ იცის რა, რა მოდელის ზომა გაიზრდება. და ეგ შეიძლება ძალიან ცუდი ფურტყება შემდეგი მოდელი იყო საშიშია რა. ეგ აი ანუ ეს ძალიან ცუდი მართლა. რო ანუ ბიზნესი არის რა. აი ხარ რასაც ვაპირებთ ჩვენ AI ლებში არის რომ ერთი გვინდა ჩვენც რომ აი ეს inference time-ი გავზარდოთ, იმიტომ რომ ნახეთ რომ ნუ გასაგებია რომ ეს thinking და reasoning-ი შეიძლება კარგად არ შეუძლია რა. არა სხვა მეთოდებიც არის, რითიც შეგიძლია რომ inference-ის დრო გაზარდო. აი მაგალითად ის რომ ერთი კითხვას რო დაგისვავს, შენ 10 ჯერ დააბრუნო პასუხი და voting-ი აიყო რა. ანუ ყველაზე ხშირად რაღაც დააბრუნებს ის პასუხი აიყო რა. და ნუ კიდევ სხვა მეთოდებები არსებობს, ამიტომ შეიძლება რომ მაგან იმუშაოს შენ შემთხვევაში და სხვა მეთოდებმა არა. ასევე გვინდა რომ აი სონეტი აკეთებს ეგრე რომ ეს thinking-ი ხა რაც არის. სონეტს ქონდა 1-6 თვის უკან შეიძლება მეტიც რა. ოღონდ დამარული ქონდა რა, არავინ არ იცოდა და ანუ რაღაც შემთხვევით იპოვეს რომ იდეაში შენ რო აწერინებდი სონეტს პასუხს ტექსტის რაღაც ან თავში ან შუაში ტიპი რაღაც ant thinking token-ი იყო. ეხლა მე მგონი მაგას იყენებენ, სადაც ამ ant thinking token-ში წერდა აი მაგ thinking-ს რა და ამბობდა რომ აი ეხლა ესეთი კითხვა დამისვეს, რომ ამას ესე უნდა უპასუხო რა. ოღონდ ეს ant thinking-ი იყო გაცილებით მოკლე, ან რაღაც 2-3 წინადადებიანი იყო რა, ეხლა როგორც არის იგი მაგხელა არ იყო. და თან იყო ტექსტის ნებისმიერ, ანუ შეიძლებოდა რომ ტექსტის შუაშიც ყოფილიყო და არა თავში, ეხლა ხო ყველა თავში არის. და ნუ ეგ მე ნახეს რაღაც რო ეუბნებოდი რომ ყოველთვის გამოიყენე რაღაცა სხვა ტოკენი ant thinking-ის მაგივრად UI-ში ჩდებოდა რა, ეს რასაც წერდა იდეაში და მალავდა რა. პროსტა ნუ მე ესეთი სეტი დადეს რომ ეხა მე მგონი მაგაზე აღარ მუშაობს. მაგრამ აი ფიქრობ რომ ეგეთ პარამეტრები შეიძლება შემოდელზე იმუშაოს რა, შეიძლება აი ხა ამ ხელა thinking-ი და reflection-ი არ გამოვიდეს, მაგრამ მსგავსი ტიპის მიდგომა მგონია რომ იმუშავებს რა. ერთი ეგ გვინდა, ნუ მეორე გვინდა რომ multimodal ამბავი დავამატოთ. საკმაოდ მოთხოვნადი არის pitch-ი და vision-ი და მაგას უკვე გაიჩითა open source პატარა მოდელები. და ამას მაგართლებითაც წავალთ რა. აი ერთი მაგას ჩაგეკითხებ, მაგრამ AI-ლებში როგორც ახსენე, ცოტა რაღაც
კომპანიებთან თანამშრომლობთ და მაგალითად თქვენი მოდელი შეიძლება სადმე გამოიყენებოდეს როგორც რაღაც customer support-ის ტიპი რა. და ეს safety command აუცილებელია და აი მაგას როგორ აკეთებ ინჟინერული თვალსაზრისით, რომ safety კონდეს მოდელს, რომ არ აგინოს ვინმეს მაგალითად ან რაღაც ეგეც დატაზე გადის, ისეთი დატა უნდა მიცე, რომ რაღაც კონსტრუქციული დიალოგები იყოს და არა რაღაცე. ეგ არის ძალიან რთული ამბავი და ნუ მანდაც აი trade-off-ი არის რა. ანუ ეხლა მაგალითად ყველაზე მაგრა ვინც აწובה მაგათ არის Anthropic-ი რა, რომ აი ძალიან safety და ჩვენ მოდელს ეხლა დაჟღათ challenge-ი დადეს, არ ვიცი თუ ნახეთ jailbreak-ის და რაღაც ვინც გადალახავს, მოიგებს რაღაცას და რაღაცა უნდა გატეხო მოდელი და უნდა ცუდრამე ათქმევინო რა. ხო ანუ პრინციპი არის ეგეთი, რომ მოდელის ბოლო ეტაპზე, ტრეინინგის რამდენიმე ეტაპი ხო აქვს და ბოლო ეტაპზე ხდება მაგის სწავლება, რომ მოდელს ასწავლო, რომ რაღაც ეგეთ რაღაცები არ გააკეთოს რა და ასე helpfulness და აი დატა მოგროვო, რომ აი კითხვას რომ დაუსვავ. ბოლო ეტაპზე მოკლედ ხდება მოდელს ეგეთ ადამიანს აჩვენებ, რომ ანახებ ორ პასუხს დაეუბნები, რომ ეს სტუდია ეს კაია რა. და ვთქვათ რომ მიწერო რომ რაღაცა აგინებ, თუ პასუხში ჩაუწერ გინებას, კარგ პასუხში ჩაუწერ, რომ მე არ შემიძლია გაგინო პირობითად და ამას სწავლობს რა. აი როგორც აღნიშნე წეგან ეგ არის ძალიან რთული გასაკეთებელი, იმიტომ რომ აი მით უმეტეს რაც კლოდმა თქვა, შეიძლება მოდელში ისეთი რამე იყოს ჩადებული, რომ დააფეიკოს ეგ alignment-ი რა, შენ გეგონოს რომ არ ვაკეთებს მაგას, მაგრამ რეალურად თავისი გოვლი მაინც სხვა იყოს. და ანუ თან წარმოიდგინე ხა შენ რამდენი ტიპის დაგჭირდება და რამხელა diversity გინდა, რომ ყველა შემთხვევა დააზღვიო რა, იმიტომ რომ ეხა მარტივ მაგალითზე შეიძლება არ გაწყდეს მოდელი, ესე ვთქვათ და რაღაც არ გაგინოს, მაგრამ ძალიან შემთხვევაში მოკლედ მაინც რთულია მაგის დაზღვევა. მეორე მექანიზმი არის რომ მაგალითად შენ შეგიძლია ექსტრა ლეიერი დაადო ამ მოდელს, რომელიც საერთოდ მოდელის გარეთ არის რა, დაუშვათ და შენ თუ დაიჭირე, ვთქვათ კლასიფიკაცია გააკეთო output-ის რა, ან პროსტა აი keyword search-ი გააკეთო, რომ აი თუ რაღაც dead-ის რაღაც დაწერა, ეგრევე გააჩერო რა. და რაღაცა ეგეთი guardrail-ები შემოდის მერე, რომ სხვა ტიპი აკონტროლებს, ანუ თვითონ კი არ აკონტროლებს, რაღაც ცალკე როჟა გააქვს, რომელიც ხო, ანუ და Xi Jinping-ზე. ხო, ანუ რაღაც სხვა ტიპი შემოდის, რომელსაც შენ სულ ამ მოდელს რამე ანუ რაღაცა ზაპარი მოუყვე და შეკერო ისე რომ გიპასუხოს, ის სხვა მოდელი მაგას არ უყურებს რა და პროსტა უყურებს output-ს. თუ დაინახა რომ output-ში რამე ცუდი წერია, ეგრევე აჩერებს რა. და მოკლედ აზროვის მექანიზმები მანდაც არის, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არავინ არ არის. Okay. მულტიმოდალი ახსენე. ეს კითხვასაც დაგისვამ. სულ მაინტერესებდა რამდენად ანუ LLM-ებში ან LLM-ს ხო ხარ სწახით რეალურად ტრანსფორმერ არქიტექტურაზეა ყველაფერი, ხო? იგი ხო ის გარღვევა რამაც ეს გამოიწვია. მაგ თემაში ეს ზრდა რაც ბოლო პერიოდში მოხდა DeepSeek-ში, Gemini და ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება. რამდენად ტრანსლირდება და რამდენად ახდენს გავლენას აი diffusion და LoRa მოდელებზე, რომლებიც არის ეს image და video generation-ის რა. ანუ რამდენად ხო ანუ ეს გრაფიკა კორელაცია ამათ პროგრესში რა, ასე ვთქვათ. კი, ანუ again ამას გავუსვათ, ისე DeepSeek-მა არ ვიცი ნახეთ თუ არა 7 მილიარდიანი მოდელი რო გამოუშვა ვიჟენი, რომელიც ასევე state of the art არის, მე მგონი და ძალიან მაგარი მოდელია რა. რაღაც რამდენიმე დღეს უკან დადეს. მაგრამ ხო ანუ მაგის პრინციპი ანუ ჩათვალე რომ მოდელისთვის მნიშვნელობა არ აქვს ფოტოშოპი თუ ტექსტი შეგიძლია გააკეთო რა top layer-ი დაადო და ამას იდეაში კიდია რა შევა რა ფოტო იქნება თუ ტექსტი რა. ამიტომ პროსტა ნუ გეზრდება ის რომ data მეტი გჭირდება და კომპიუტერი და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპულად ძალიან ბევრი არაფერი არ იცვლება რა. ამიტომ მაგიტო რაღაც ძალიან მალევე აკეთებენ უკვე ტრანსლირებას სხვა მოდელობებში რა. მაგრამ ნუ არის მეორე მედგომა რომ შემოხვდა დამოუკიდებელი მოდელი გააკეთო და ეგ გამოიყენა რა, რომელიც უფრო იაფია, უფრო ეფექტურია მაგამ ბავშვი და დამოუკიდებელი და გადაამისამართო დაუშვათ რა. ეხლა GPT-მა რაც გააკეთა 4O, უკვე O ეგ იყო რა იდეაში რომ ეგ ვინაწილი დაამატა რა. Okay, ну მაგათში ერთ მოდელში არის ეგ სხვადასხვა მოდელები, ანუ მაგრამ მაგალითად ის Stable Diffusion და LoRa და Flux-ი რაღაცები რო არის, ეგენი არის ცალკე მოდელები. ან ტრანსფორმერებთან არ აქვს რაღაც გადაკვეთა. ანუ ტრანსფორმერები არის ეგენის, მაგრამ LLM-ის ტიპი არ არის რა. Okay, I see. აუ მეც მაშინ სადამ ბოლო კითხვები და ის კიდე ერთ კითხვას დავსვამ ტექნიკურს. რა მაინტერესებს დიდი მოთხოვნა. კომენტარებში გული წაგვიგა შიშილის მოყალება. ხო, ნახე რა კითხვა მოხდა რა. ყველა pricing-ზე რო შეხვიდე, ყველა მოდელის არის token based რა. და ეხლა მე მაინტერესებს რომ აი ტექნიკურად რო ავხსნათ, რას ნიშნავს ბევრი ტოკენის გენერაცია, რომ უფრო ძვირი ხდება GPU-ს დონეზე?
და რატო ანუ რას ნიშნავს ეგ ანუ სხვა რამე ის არ არსებობს რის გამოც უფრო ძვირი ხდება თვითონ პროცესი ამის რანინგი რა ან თუ სწორად გავიგე რატო ჯდება გენერაცია ძვირი? ხო და ანუ per token რატო ითვლება მაინც და მაინც იმიტომ რომ იდეაში LLM-ი როგორც მუშაობს ეგ არის რომ თითო ანუ გამოთვლებს აკეთებს იმის რომ ერთი ტოკენი დააპრედიქტოს რა და ყოველ ახალ ტოკენზე ანუ ეს ხო ავტორეგრესიული ან მიმდევრობით წამიან დააგენერა პირველი ტოკენი მე მეორე ტოკენი და მიმდევრობით მიყვება რა ამას მიუხედავად სხვა შორის რომ კომპიუტერი ზუსტად იგივე სრულდება input ტოკენებზე რაც output-ზე output-ი ღირს რაღაც 4-ში უფრო ძვირი ხო როგორც წესი რატო განსხვავება არის ის რომ შენ რო input-ი შეგაქვს input-ის დაპროცესება შეიძლება პარალელურად რა ანუ შენ ახან უკვე სტატიკური ტექსტი გააგზავნე, ის შეგიძლია დააპარალელო, მაგრამ output-ს ვერ აპარალელებ რა, იმიტომ რომ ეს არის მიმდევრობით და ავტორეგრესიული. ამიტომ გითხრას რომ ყოველ ტოკენზე თავიდან ყველა გამოთვლა გააკეთო რა. ანუ ყოველ ტოკენზე ისევ თავიდან დაწყება გითხრას, მიაწევ ახალი ტოკენი, გამოთვალე და ასე შემდეგ რა. ამიტომ მაგას ვერ აპარალელებ და უფრო ძვირი ჯდება. Okay. Makes sense. მაგიტო არის ახლა ის კლოდმა ნუ მოგეთქვია და ამათ ამგონი ეს input caching-ი რომ ანუ შენ თუ მაგალითად ერთეგვე input ერთეგვე ტექსტს აგზავნი ყოველთვის რა და იცი როგორ ტექსტს აგზავნი იმას შეუძლია რომ შეინახოს ესენი და აღარ გააკეთოს გამოთვლა რა მიუხედავად იმისა რომ გამოთვლის დონეზე იგივე უჭირდება YouTube-საც ამ output-ს პროსტა ეს დაპარალელებადია და შენახვადი არის რა რაჩო მიიღე ამ უმწურავებას ხე? ოკეი, სანამ ბოლოსი გავალთ რაფო მანამდე ჩვენ community-ში დარწმუნებული ვარ ბევრს აინტერესებს AI, მაგრამ საიდან დაიწყოს სწავლა და როგორ გაერკვიონ თემაში, ჩემსავით დიდად კარგად არ იციან, რა მეც ეგრევა. და რამე ცოტა ის cheat კოდივით რომ მოხდეს, საიდან შეიძლება დაიწყო ადამიანმა ზოგადად თემაში გარკვევა, რა. აი კითხვა, თან ძალიან იცლება ხოლმე ეგ რა. ადრეს ხანაერთ იყო ხოლმე, ეხლა სხვანაირად, მაგრამ ალბათ ეხლა მე რო ვიწყებდე ალბათ გავივლიდე რაღაც სტანდარტულ კურსებს, ავარაუდოთ, აი Stanford-ს უდევს ძალიან მაგარი კურსები და მაგას გავივლიდი. Paper-ებს წავიკითხავდი და მაგათ იმპლემენტაციებს ნახავდი, ასევე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეხლა დღესდღეობით მაგალითად უკვე, ნუ სიახლეები რაც არის, ჩათვალე რომ მე რა უკვე ბოლო წლებია, მარტო Paper-ებით ვსწავლობ რა. ამდენი ხანია არც ვიდეოდან არაფერი მისწავლია განსაკუთრებული და ბლოგიდან ან ასე შემდეგ რა, ანუ Paper-ებს კითხულობ ძალიან ბევრს ყოველ დღე და просто მაგით ვსწავლობ რა. უბრალოდ თავიდან დაწყება Paper-ებს რთული არის ხოლმე. ამიტომ თავიდან ჯობია რომ რაღაც ან კურსი აიღო, просто აზზე მოხვიდე და ის მიიღო რა, ზოგადი ხედვა და ასე შემდეგ და 1-2 კლასიკური კურსი გაიარო, რაღაც community-ში იყო და ასე შემდეგ. თორემ ჩვენც AI-ლების ფარგლებში ვაკეთებთ ახლა კურსს და ეგეც საქართველოში იქნება 9 თვიანი კურსი არის და ეგეც ვარიანტია რა. რომ აი ახლა შეუძლიათ არეგისტრირდნენ და ჩვენც მათ შორის მეც და კიდე ბევრი ტიპი არის, ვინც ვასწავლით და ასე ვთქვათ, 0-დან გავყავს საკმაოდ ბოლო დონემდე რა. მათ შორის ელემენტს ნახავენ და სხვა მოდელებს. 0 რა არის, ანუ PV algebra, როგორ არის იცი, ანუ თავიდან პატარა ტესტებით არის, რომ ნუ ახლა მინიმალური ხო რა ის PV algebra ხა მატრიცები და მინიმალური კოდინგი რო იცოდე. და ანუ მაგ ტესტს ვინც გაივლის მოგეთ დაიწყებენ პირდაპირ, ნუ თუ რა და იქნება პრესკულივით არის, რომ თუ მაგდონდეც კოდინგთან შეხება არ ქონია პირობითად და მატრიცებთან და PV algebra-სთან, იქამდე კიდევ პატარა კურსებით არის, ჯერ იმას გაივლი რა, რომ აი ცოტა აზზე მოხვიდე და მერე ჩვეულებრივ გავაცილებ რა. Okay. ხო, მაგაზე მეც. ძალიან კაი ეპიზოდი გამოვიდა მგონი. და ძალიან დიდი მადლობა რაფო, შეჩი ინტერესი და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და გავიგე. ჯა ხო, თქვენ კი არა მეც ყოველდღე ისე ვარ ხოლმე, ანუ სიგიჟეები ხდება ჩვეულებრივ რა, ანუ იმდენად სასწავლი რაღაცეები ხდება აი ბოლო თვეებში განსაკუთრებით რა, რომ ანუ მოგე ძალიან მაგარ დროს ცხოვრობს და მაგალითად გეოლდება რა ამ წელსაც და უახლოეს წლებში რა, ამიტომ ძალიან exciting არის ეგ ამბები და მაგ ამბებზე ლაპარაკი ჩემთვისაც ძალიან კაია. Okay. Let's link-ებს ჩავყრით description-ში. ჩვენი community-ის link-საც ჩავაგდებთ AI meetups გიგმობთ სხვა შორის სავარაუდო შემდეგ კვირაში. და okay. ხო, აქაც არის შემდეგ შაბათს meetup-ი და იქაც თუ იმასურვილი ექნება 15-ში არის მე მგონი.
იქ ვილაპარაკებ აი small language მოდელებზე, ანუ პატარა მოდელებზე, ოღონდ ფლადიეთი პატარა არა როგორც ჟღერს და synthetic რამდენად პატარა ესე 7-10 სანტიმეტრზე და სინთეტიკურ მონაცემებზე რა და ეგეც საინტერესო იქნება ვინც აქ არის ონლაინაც იქნება ალბათ შეგიძლიათ მოხვიდეთ და იქაც გავაგზავნოთ მე. მაგის ლინკით ჩავაგდოთ. ოკეი. ხო, სწავლობთ ორი სიტყვით. არა, ძალიან კაი რესურსია უბრალოდ, კარპატის პლეილისტი ნახეთ ხალხო YouTube-ზე. ანუ მე მანდ დამიკლიკა რა. ძალიან კაია. რამდენი 5 ვიდეოა და მეგარი მოკლედ. მაგარი. მანდ ისწავლე AI, ხო და მანდ გახდი ინჟინერი. ხო ძალიან კაი, თან კარგად ხსნის და ესეთია. კაი, ესე ვავთავრებთ ხოლმე რა ჩვენ ეპიზოდს რა. აჩო, გაჩიში აბა ეხლა. ალო. ისმის ჩვენ ხმაჩო? ბიჭო მე მგონი არ ესმის. აჩო.